გამარჯობა მეგობრებო, ქართული კალათბურთის ხმა, მორიგი ეპიზოდი. ისე მოხდა რომ გადავაბით და ზესტაფონის მარგვეთიდან ყავს ამჯერად უკვე იმ ყველაფრის თავარი შემოქმედი, რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიგო და იყო დირიჟორი ამ ამბის. ირაკლი ძიძიგური ყავს დღეს ქართული კალათბურთის ხმაში. მოგესალმები. სალამი გამოხვედი და ვისაუბროთ განულ სეზონზე, ზოგადად სუპერლიგაზე და იმ ამბებზე, რაც ქართულ კალათბურთში ხდება. მოგესალმები, ირაკლი, სასიამოვნოა. ჩვენთან რო გხედავ და დავიწყოთ სეზონის შეფასებით ალბათ, განულმა სეზონმა როგორ ჩაიარა, ზოგადად პირადად თქვენი გუნდისთვის, ყველა ვიცით უკვე და როგორ შეაფასებდით თითო სუპერლიგის ამ წელს. რა თქმა უნდა, ეხლა მესამე ადგილზე გასვლა დადებითად შევაფასეთ ორგანიზაციამაც და პირადად მეც. რა თქმა უნდა, იყო რომ რაღაცა გქონდათ ბიჭებსაც ჩვენს უკვე ბოლოსკენ მეტის ამბიცია, იმიტომ რომ ახლოს რაც უფრო ხარ ფინალთან მით უფრო დიდია мотиваციას და სურვილიც, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოგვივიდა. მთლიან სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებ, რა თქმა უნდა, სირთულეებით დაიწყო, როგორც ყველასთვის ალბათ მოსამზადებელი პერიოდი, ვიცით რომ დიდი ხანი არ გვეძლევა რა, ოქტომბერში იწყება სეზონი და უმეტესი გუნდების სექტემბრის დასაწყისში სექტემბრის შუაში, უფრო სწორად. ჩვენ სადღაც 5-6 რიცხვისკენ დავიწყეთ მომზადება, მაგრამ ლეგიონერები ცოტა გვიან შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ იქ ლეგიონერებშიც იქ არჩევის პროცესია, მე ჩამოყვანის პროცესია, ლოჯისტიკა არის დიდი და აქედან გამომდინარე ცოტა გვიან დავიწყეთ. დადიანის ტურნირი ფაქტიურად წინა პერიოდი რაც არის ხოლმე სუპერლიგის მომზადების იქ არ ყავდა სრული შემოდგელობა ამერიკელებისაც, ძირითადად ქართველებით ვითამაშეს და თამაშებამდე 2 კვირით ადრე ჩამოვიდნენ დაახლოებით უფრო ადრე, 10 დღით ადრე შევიკრიბეთ მთლიანი გუნდი. აქედან გამომდინარე რთულად დაიწყო სეზონი, მაგრამ როგორც იცით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი სანაძეც გამოგვაკლდა ტრავმის გამო პირველივე წრეში. ხელის ტრავმა მიიღო და დიდი ასე მუხლი აწუხებდა და დაახლოებით 5-6 თამაში მის გარეშე ჩავატარეთ ფაქტიურად. გამახსენე როგორ დაიწყო? მე მგონი თავიდან წააგეთ პირველი ორი. თავიდან ერთი წავაგეთ, ერთი მოვიგეთ, მე ივერიონთან წავაგეთ და მე 5 ზედიზედ მოვიგეთ. კი. არა, 5 იყო, რაც სუპერლიგაში ზედიზედ მოვიგეთ. აქედან გამომდინარე დაგვჭირდა დრო, ადაპტაცია ბიჭების ერთმანეთში და პირველი წრე საკმაოდ ნორმალურად ჩავატარეთ. აი პირველი წრის მერე ფაქტიურად რა, აი პირველ წელს ცოტა გაცნობითი იყო მაინც ეს ამერიკელები როგორ შეეგუებოდნენ აქაურობას, თან რამდენიმე რუკი ყავდა, ანუ პირველად იყვნენ ისინი ევროპაში სათამაშოდ, ადაპტაცია კარგად გაიარეს ფაქტიურად და იქიდან უკვე წავიდა ეს თვითდაჯერება ამ 5 თამაშის მოგების მერე ზედიზედ რომ შეგვეძლო ჩვენ რომ რაღაცა მაღალი მიზნებისთვის გვებრძოლა. ერთი კითხვა მინდა აქვე, უდაოდ გამორჩეული ლეგიონერები იყვნენ თქვენი წელს სუპერლიგაში და იმ პროცესზე მინდა გითხო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიდის და ძალიან რუტინული და შრომატევადი პროცესია და ანუ აი როგორ მიდის ეს პროცესი კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას წვნელი თუ ეძებს ჩართული ახლა იმიტომ სხვადასხვა გუნდებში სხვადასხვანაირად ხდება და მაგიტომ ვსვავ ხა ძალიან კაი შეკითხვა არის ეგ და ალბათ ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის ხო აი წვნელი მენეჯერიც არის ზოგ გუნდში ერთადერთი შეიძლება ექიმი არ იყოს თორე ზოგან ფიზმომზადების წვნელიც არის აქედან სტაფის ნაკლებობა გვაქვს ზოგადად როგორც ხდება ხა იმაზე არ დავიწყებ საუბარს მე პირადად წელს როგორც მოხდა ჩემ შემთხვევაში იმას მოგიყვებით იმიტომ რომ ალბათ როგორც წესია იმისგან ცოტა განსხვავებული არის ეს ჩვენთან მოთამაშეები მთლიანად სტაფმა შევარჩიეთ ანუ სამწნულო შტაბს გულისხმობ მე ჩემ ასისტენტებმა ვახტანგ თევზაძემ და გიორგი ვაშაყმაძემ რა თქმა უნდა ამაში ძალიან მაგრა დამეხმარა ეს FIBA ევროპის სერტიფიცირებაზე რო ვიყავი იქ დაახლოებით 60-70 მწვრთნელი არის თითქმის ყველა ქვეყნიდან ევროპის და არა მხოლოდ ევროპის და როდესაც სიტყვაზე ვიძახი ამერიკელი თუნდაც მონტენეგროში თამაშობს იქ მაქვს კონტაქტი იმის გარდა რომ ნახულობ სტატისტიკებს, ვიდეოებს, სინერგიზს ძალიან გვეხმარება ამ ყველაფერში პლუს პირადი კონტაქტებია მწვრთნელებთან რომელთანაც
თუნდაც წინა წელს იყო ეს მოთამაშე ან სხვა რა. ყველა რუქი არ ყოფილა? არა, ყველა რუქი არ ყოფილა. კონტაქტების გამო. კი, ყველა რუქი არ ყოფილა. მელიკ მარტინი 4 ნომერი, რომელიც პოზიციით, კი, პორტუგალიაშიც ჰქონდა ნათამაშები, გერმანიაშიც იყო რაღაც სეზონი, მაგრამ პირადად გეტყვით, რომ კარგი ფიდბექი ნამდვილად არ მომიღია ჩემი მეგობარი მწვრთნელებისგან პორტუგალიიდან. კი, იმიტომ რომ ერთადერთი ის იყო, რომ ხასიათის პრობლემა ჰქონდა მას, რაღაცა კი, გერმანიაშიც მალევე იყო გამოშვებული გერმანიიდან, მერე იყო პორტუგალიაში ჩემ მეგობარ მწვრთნელს ვესაუბრე, მან ძალიან კარგად ამიხასიათა როგორც მოთამაშე, მაგრამ რა თქმა უნდა ხასიათის პრობლემები მითხრა. მე რო ვესაუბრე უკვე პირადად მელიქს, სანამ ჩამოვიდო და ყველაფერზე გავუმახვილე ყურადღება მიზეზებზე, იქ პორტუგალიაზეც ვისაუბრეთ, გერმანიაზეც ვისაუბრეთ, მის წინა შეცდომებზეც ვისაუბრეთ და პირობა მომცა რომ მზად იყო რომ რაღაცები გამოესწორებინა და მაინც გავისკეთ, იმიტომ რომ შანსი მიიღო. ხო, ნუ ძალიან მოგვეწონა ეს მოთამაშე, მით უმეტეს ჩვენი ლიგისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე აკოლ მავეინი, რომელიც ავსტრალიიდან ჩამოვიყვანეთ, ესეც პირადი კონტაქტებიდან ერთ-ერთი აგენტი იყო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, პირადადაც ვიცნობ, ძალიან კარგად, მან მირჩია ეს მოთამაშე და პლუს ასევე მეგობრობ ერთ-ერთ ავსტრალიელ მწვრთნელთან, რომელიც ავსტრალიას ძალიან კაი დონე აქვს. კი, საკმაოდ კარგი დონე აქვს და ასევე მამუკელაშვილის გუნდელი იყო, ეიკოლა. და კი, ამერიკაში კოლეჯში კი და საკმაოდ კარგ დონეზე ქონდა ნათამაშები. რა თქმა უნდა, მასაც ქონდა რაღაც პატარა პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში ესე კავშირებით შევძელით, რომ ეს ორი მოთამაშე ჩამოვიყვანო. ხა უდავთ შედეგი რაც დაიდო, მთავარი ერთ-ერთი შემოქმედები, ლეგიონერები იყვნენ, მიუხედავად იმისა, ორი ძალიან კაი მოთამაშე. სანაძემ და გაფრინდაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, მაგრამ აუც ესე ვიტყოდი, რომ ალბათ კი, რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელ მით უმეტეს მაღლები, ხო, ანუ მით უმეტეს დღევანდელ საქართველოს სუპერლიგაში ამერიკელების გარეშე ძალიან რთული არის ნებისმიერ შემთხვევაში. მაგალითად აი რაშის მაგალითი ავიღოთ, ხო? ყავდა მაღალი რომელი პროტექტორი, რომელიც ახალგაზრდა გუნდი იყო, ეხა აი წარმოდიეთ ხა ამერიკელების გარეშე ხო გამორიცხული იყო, რომ რაში ეს რაღაც თვლი რომ ძალიან სტაბილურად თამაშეს თელი სეზონი. ფიქსი შესაძლოა თამაშობდა, მაგრამ თავიდან შეიძლება ვიღაცას ეფიქრა, რომ აი რაში შეიძლება აუთსაიდერებში მოვიაზროთ სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ ძალიან ნორმალური და ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. განსაკუთრებით იმის მერე, რაც მამუკატურაშვილი მივიდა, მინდა აღვნიშნო, ესეც თავის გამოცდილებით. კი, ძალიან კარგად ახალგაზრდებმაც ძალიან კარგად შეუწყეს ხელი და მაგას შანსი და რა თქმა უნდა. ლუსმანაშვილი კარგი იყო, ნინოა. მიქელაძეც ხშირად ტრამირებული იყო, მაგრამ მიქელაძე სხვადასხვა აი მანდ იყო ის რომ რაშმა ერთი ლეგიონერი გაუშვა თან კიდე მეორეც გაუშვა აიქცა თვითონ ხო ნუ ეგ არ ვიცით ახლა მე დააკლდა მოთამაშე და მიუხედავად ამისა ჰიქსმა და კერი იყო ძალიან კარგი, უნდა აღნიშნოთ ასტრალში თამაშობდა, ჩვენ რო საალიგაში ვიყავით და მართლა კარგად ითამაშა და მე მინდა კითხო ზირთად ერთს ვიტყვი ჯერ მოთამაშეების ცუდ ხასიათს. მე და ირაკლი ტომაძე სულ გვაქვს ხოლმე მაგაზე ჩხუბი, აი რაცა თქვა ვიტყვის რომ აი ვიღაც მოთამაშეს დამატებაზე ან მე რომ მქონია სული რომ დავუმატებინა, უთქვამს აი ხასიათი შეიძლება მე მგონია რომ მიუხედავად ყველაფერისა მაინც მწვრთნელზეა დამოკიდებული როგორ მოირგებს იმ მოთამაშეს რა. აი მელიკ მარტინთან შეიძლება რაღაც იყო ეხა მაგასაც გვეტყვი მე რა არის პრობლემა, მაგრამ მაინც მგონია რომ მწვრთნელმა უნდა მოახერხოს იმ ტიპის დაჭერა რა. ანუ აი მაქსიმალურად უნდა მოაქციოს მარწუხებში თუ იმიტომ რომ რავი ეგრე არის რა ეხა იმიტომ რომ როცა ამბობ რომ ვიღაცა მოთამაშე შეიძლება გუნდი არიოს მაშინ მწვრთნელებისთვისაა რა მე ეგეთი დამოკიდებულება მაქვს შეიძლება მივწდები მაგრამ ასე ეგრე მიმაჩნია რა შეიძლება ეგრე იყოს მაგრამ მაინც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მან ჩემი აზრით დღეს რაც აკლია ზოგადად ჩვენ სპორტს ნებისმიერ სახეობას მარტო კალათბურთზე არ მაქვს ლაპასაუბარი ეს არის სპორტული ფსიქოლოგია და სპორტული ფსიქოლოგიის როლი გუნდის შენებაში რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე მქონდა რაღაცა გამოცდილება ევროპაში სხვადასხვა სერტიფიცირებებზე და იქ ერთადერთი ძალიან დიდი ხაზი იყო სწორედ ეს რა. და ყოველთვის როცა მქონია დიდ მწვრთნელებთან შეხება რაღაც ტრინკიერისთან, ლასოსთან, პესიჩთან და ეს ერთ-ერთი მის და ვარ პირველი კითხვა იმის გარდა რა თქმა უნდა რაც კალათბურთს და კონკრეტულ დეტალებს ეხება იყო ზუსტად ეგ რომ როგორ უმკლავდებიან ეგოებთან და
ვიცით რომ ძალიან ბევრი დიდი ვარსკვლავებთან, ну რა თქმა უნდა თვითონაც არანაკლები ვარსკვლავები არიან უდრესხოები, მაგრამ ზოგადად არის მით უმეტეს ევროპულ და ამერიკულ მენტალიტეტს შორის ძალიან დიდი სხვაობა, მით უმეტეს ქართულ და ამერიკულ მენტალიტეტს შორის ძალიან დიდი სხვაობა. იქ სხვანაირად ესმით, მათ კოლეჯში სხვანაირად მიდგომა ჰქონდათ მწვრთნელების მიმართ, სხვანაირი თავისუფლება ჰქონდათ და პირიქით სხვანაირი ზეწოლა ჰქონდათ. აქ ამერიკელები რო ჩამოდიან უცხო ქვეყანაში ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ოჯახიდან შორს არიან, ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაზეც შეიძლება რომ აფეთქდეს მოთამაშე გონებრივად, მინდა რომ სწორად გამიგოთ. აქედან გამომდინარე მარტო მწვრთნელს არ უწევს ის რომ მოდი შენ ვიცი რა თეორიულად დაულაგე და კარგად იყოს, მაგრამ მენტალური მხარე არ გააკონტროლო. ჩემი აზრით, წელს ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი ალბათ ეგ მენტალური მხარე იყო. პლუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მოთამაშეები როგორ დახვდებიან, როგორ მიიღებენ, როგორი დისციპლინა იქნება გუნდში. არა მარტო სათამაშო დისციპლინა, არამედ ზოგადად ის სუბორდინაცია აუცილებლად უნდა იყოს დაცული მოთამაშეს და მწვრთნელს შორის. წელს ჩვენი ერთ-ერთი პლუსი დარწმუნებული ვარ, არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ გაგვიკეთებია, არაფერი რაღაცა საოცრება ტაქტიკური სკალადბურთი ჩვენ არ გვითამაშია, უბრალოდ ძალიან ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ გუნდში ყველა მაქსიმალურად ყოფილიყო, კომფორტულად და მაქსიმალურად ერთმანეთისთვის ყოფილიყვნენ, რომ აი ჩვენ მოდი შენი გულისთვის მე იმას შეუტევ, ვებრძვია არა შემდეგ, ხო? ძიძი ერთი საკითხი მინდა ბოდიში რა, აი სანამ გადახვალა შეთონ ახსენე, მოთამაშეები კარგად დახვდნენ ქართველები, ამერიკელებს, რაც ჩემი აზრით ყველა გუნდში გვაქვს ეგ პრობლემა, რომ აი ქართველების და ამერიკელების ერთად ერთ გუნდათ, რომ აი ქართველებს სუგონიათ, რომ ამერიკელები ჩაგრავენ და პირიქით მერე თუ ისინი არის აი ამასთან რა უნდა ვქნათ ზოგადად როგორ უნდა მამათა და შვილთა ბრძოლა და ქართველებს და ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემას ვიტყვი ხა არ ვიცი მე ესე უყურებ რაღაცას რა ზოგადად ხა ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამერიკელი იქნება მოთამაშე თუ ქართველი რა მე ყველას ერთნაირად უდგები და ვთვლი რომ ვისაც უფრო მეტი ნიჭი აქვს და ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, იმას მეტი მოეთხოვება და იმას უფრო მეტს ვეჭხუბები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და იმისგან უფრო მეტს ვითხოვ. რაც შეეხება ჩვენ მაგალითს წლევანდელ წელზე რო ვილაპარაკო და იქიდან მე განვავრცობ ყველაფერს. ის იყო რომ მაგალითად ძალიან დამეხმარნენ ქართველი მოთამაშეები პირდაპირ გეტყვით, იგივე ვატო გაფრინდაშვილი, რომელიც მართლა გული და სული იყო გუნდის, სანდრო სანაძე, გოგია, რომელსაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მე დაიტრავა, მე კიდე გააგზავნა, რომელიც თუნდაც ბენჩზე ისეთ ენერგიას აძლევდა ყველას და ნებისმიერი ვარჯიშის დროს იმდენად ესე ვთქვათ ლაღი გახადა გუნდში ურთიერთობა რა ამერიკელები პირდაპირ თავიდან ხო ის დაძაბულები რო ჩამოდიან და ცოტა ეს და ის იმდენად რაღაცა თავისი იუმორით თავისი ხანდახან ცოტა გიჟური რაღაცეებით ძალიან დაასტაბილურა და პირიქით დაასტაბილურა და ესე რომ ვთქვათ ის დაძაბულობა და ბარიერი მოიხსნა მოთამაშეებს შორის პლუს რა თქმა უნდა მწვრთნელი ასისტენტები რომლებიც ძალიან ემეგობრებოდნენ მოთამაშეებს ხო მე თუ ცოტა მკაცრი და ცოტა ისეთი ვიყავი დისტანციური არ ვიყავი, უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი რაღაცეებში, როცა მე შეიძლება რაღაც მომენტში ზღვარსაც გადავდიოდი და ხანდახან წავიმსახიობებდი რომ ეჭხუბა მათთან რაღაც ისინი პირიქით არბილებდნენ ამ ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე ეს სწორი შუალედი ჩემი აზრით წელს მოვახერხეთ და დავიჭირეთ. ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს თვითონ მოთამაშეებმა. ხო, იქ ახალგაზრდა მოთამაშეები ყავდნენ კოტლიარევსკი, საბა შარვაძე, თემო კაპანაძე, რომლებმაც ბოლომდე შეავსეს ეს გუნდი და მთლიანობაში ძალიან კარგი აურა იყო ყველანაირად. ანუ ჩემი პოზიცია არის ეგ ზოგადად მაგ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ვინც იცის, რომ არის 10 წუთის მოთამაშე და 5 წუთის მოთამაშე, იმან უნდა იცოდეს, რომ არის 10 წუთის და 5 წუთის მოთამაშე. ვიღაცა არის ლიდერი, იმას შეუძლია, რომ 5 ბურთი ესროლოს, როცა თან რაღაცა თავშათებიც ესროლოს, ვიღაცას ეგეთი თავშათის როლის უფლება არ აქვს. ეგ არის, უნდა იყოს ეგრეთ. მე ეგრე უყურებ რა. ის არ არის, რომ ეგრო გააგებია და არ თვლი. კი, მე ვიღაცა რო ესვის მაგალითად 8%-ით ნახევარი სეზონის განმავლობაში კუთხეში პას არ უნდა იძახოს რა. ვიღაცა ვინც ესვის 45%-ით, იმან maybe contest-ით ჩათესროლოს,
შენ წადი ოფენსიური ბაუნდზე და ეს შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო. ძალიან რთულია რომ მოთამაშეს ეგო ყველას აქვს რომ კი არის, მაშინ მე ესე უყურებ რა. წადი მაშინ იუარჯიშე, ადი 30%-ზე და ესროლე რა. და ეხლა ის თუ არის რომ შენ ეხლა არ ვარჯიშობ, არ ესური ბურთს, ვერ ესური, ვერ აგდებ და მე მოდიხარ და ხელს იქნებ სამიანზე რომ პასი მომეცით ამ wide open. ოკეი, მე ანუ მინდოდა მწვრთნელობაზე ზოგადად რატო გადაწყვიტე და სერტიფიცირებაზე მეკითხა, ანუ მაგ ამბებს, მაგრამ ჯერ ერთ კითხვას დაგისვამ, ანუ სეზონის მეორე ნაწილი დაიწყეთ ერთი მოთამაშით ნაკლებით და ზოგადად არ საუბრობენ ხოლმე ქართულ რეალობაში ამ ამბებზე და ლუკა ალაუძესთან დაკავშირებით რა მოხდა, ანუ შუა სეზონში მართლა კარგად იჯდა გუნდში და საბოლოო ჯამში როლიც გარეთ იმიტომ რომ ეგეთი ტრანსფერი მე მაგალითად ანუ ამდენი წელი უყურებ სუპერლიგას, ეგრე შუა სეზონში გუნდიდან წასული იშვიათად მინახავ. შეიძლება რაღაცებს არ გავყურებ, მაგრამ ნუ ხმაურიანი იყო შედარებით, იმიტომ რომ გუნდში კარგად იყო ჩამჯდარი. ხო, არ პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ რამე კონფლიქტი ან ამის გავსი არ ყოფილა. წარმოდებას უსურვებ ლუკას, ყველა თავის გადაწყვეტილებაში და მომავალში კარიერაში. პირდაპირ გეტყვით რომ უბრალოდ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ვესი არის დაინტერესებული ჩემით და ვთვლი რომ იქ უკეთესად გამოვავლენ ჩემ თავს. რაზეც მე ვუთხარი რომ არ არის პრობლემა, თუ სურს მას და თვლის რომ მისი კარიერისთვის ეს უკეთესი იქნება, მიბრძანდეს და ესე დაგტოვა ლუკამ. ნო, საინტერესო პასუხია, მადლობა. ესეც გვაინტერესებდა. ეხლა კი მაინტერესებს სერტიფიცირებაზე გადავიდეთ რა, იმიტომ რომ ეგ საინტერესოა ზოგადად ქვეყანაში დგას მაგის პრობლემა კალათბურთში, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ესე ღიად არ საუბრობენ ხოლმე. ძალიან ბევრი მწვრთნელი არის, მაგრამ სერტიფიცირების დონე შედარებით დაბალია ხოლმე. შენ რატო გადაწყვიტე მწვრთნელობა, ნუ ზოგადად გინდოდა რომ კალათბურთი გაგიგრძელებინა, მაგრამ ანუ აი იმ სერტიფიცირებაში მაქსიმუმს დებ, შენ თავის განვითარებას ცდილობ და ეგ ამბები რომ მოგვიყე ზოგადად აი პირველი ნაბიჯები რა იყო? კი ბატონო, პირველი ნაბიჯები ის იყო რომ მე როცა კალათბურთსავი დავანებე, მინდოდა სულ მქონდა სურვილი ესე გაჟღერებულად და გაცხადებულად არ მქონდა რომ აი ახლა მე მწვრთნელი უნდა გავხდე და ასე შემდეგ, მაგრამ იყო სურვილი, რასაც ნიკო ჩერქეზიშვილმა ფრთები შეასხა და ამიძახა, წამიყვანა ჰიუნდაიში, სადაც თავიდან ჯუნიორის გუნდი ჩამაბარა, მე იყო 14 წლამდელები და ესე რომ ვთქვათ, ნიკოს ბრალია ყველაფერი, ნიკოს დავაბრალოთ, რომ მე დღეს მწვრთნელი ვარ და ნამდვილად ძალიან დიდი მადლობელი ვარ ნიკოს, იმიტომ რომ ჯერ მასთან ბევრი წელი გავატარე როგორც მოთამაშემ სხვადასხვა ნაკრებებში, ზოგადად ნიკოს ბავშვობიდან ვიცნობ, მამაჩემის გუნდი იყო ვითა, ძველი ვითა, რომელშიც ნიკო თამაშობდა და რა ვიცი, ფაქტიურად ერთი ოჯახი ვიყავით მაშინაც, ყველა მიშა კობეშავიძე, რომელიც დღეს ჩემი ასისტენტია, მაგრამ საპატიო ასისტენტი ქვია მას, რომელიც ძალიან გვეხმარება თავისი გამოცდილებით და ყველაფრით. და ესეც ძალიან ისეთი ჟესტია მისი მხრიდან, რომ ჩვენ გვერდზე არის და ახალგაზრდებს პირიქით გვერდზე გაიწია და ახალგაზრდებს პირიქით გვერდში გვიდგას. რაც შეეხება ჩემ კარიერას დაუბრუნდები ისევ, შემდგომ იყო ასევე ნიკოსთან გატარებული რამდენიმე 2-3 წელი ჰიუნდაი თესეუ ჰიუნდაიში, სადაც ერთად ვიყავით და მოვიგეთ ალიგა, გადავედით სუპერლიგაში, ძალიან ძიმე და ესეთი შრომატევადი წელი იყო, რომელიც ძალიან კარგად დაგვირგვინდა და ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მანდ მივხვდი უკვე რომ ამის გარდა მე ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ თქო. და მე დავტოვეთ მე და ნიკომ თესეუ და გადავინაცვლეთ ცხუმ აფხაზეთი იყო, გახსოვთ სუპერ დღევანდელი გურჯაანის დელტა, კი, სადაც ასევე ერთად ვიმუშავეთ და ფინალში გავედით, მაშინ დავმარცხეთ ძალიან ძლიერ რუსთავთან 3-0, მაგრამ ისიც საკმაოდ კარგი სეზონი იყო, მაშინ ახალგაზრდა ფევაძე ყავდა კორსა ჩვენთან აღარ იყო მაგ წელს. ცხუმში არ იყო ჩვენთან კორსა. ეგ ისა ჰიუნდაიში, მენ ალიგაში. ხო, ჰიუნდაიში ალიგაში ვარ, კორსა ფევადეს ნიკოს აღდგილი ბავშვების ნაკრები. ხო, კოკა ტომარაძე იყო, კოკა ფიფიევი. ბოლო წელი თამაშა, ხო, ბოლო წელი თამაშა კოკამ და ზირთად ნიკოს გაზრდილი ბავშვები იყვნენ. მაშინ და დავიმატეთ ამერიკელები, ერთი სერბი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ისიც ჩვენ გუნდში იყო მაშინ და მოვიგეთ ალიგა. შემდგომ უკვე მოგახსენეთ რომ ვიყავით ცხუმ აფხაზეთში, მაგის მერე მოხდა
ნიკო წავიდა ცხუმიდან და დამტოვა მე მთავარ მწვრთნელად და მაგის მერე უკვე ისიც ჩემი გზა უკვე აქ ვარ და მარგვეთში ვარ ისევ ნიკოს რეკომენდაციით, როცა მას რაღაცა აირია სიტუაცია გუნდში პატარა, ვეღარ ხედავდა თავის თავს და რა თქმა უნდა ისევ ჩემზე გააკეთა არჩევანი და მიმიწვია ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ მისი იყო, რომ მე დღეს ისევ მარგვეთში ვარ. ეს ევროპული ამბები, ანუ შენ რა გამოცდილებასაც იღებ, ისეთი მწვრთნელები ჩამოთვალე ხა, სვეტისლავ პეშიჩი ახსენე, ვასო ახსენე და ხო, ეგ მაგ ადამიანებთან გამოცდილება, ან როგორ ხდება, ანუ ეგ იყო FIBA Europe Coaching Certification, ეგრე ქვია FIBA Europe-ს სამწვრთნელო სერტიფიცირება. ფედერაცია, რასაც პირველები იყვნენ დიმა ჯაკობოვი და დათო როგავა, რომლებიც წავიდნენ, მან 3 წლიანი არის, ძალიან ძლიერი და კარგი პროგრამა არის, სადაც ნამდვილად გეძლევა საშუალება, რომ ძალიან უამრავი მწვრთნელი გაიცნო სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდანაც თავისთავად იყვნენ რამდენიმე, იაპონიიდან, ჩინეთიდანაც იყვნენ მწვრთნელები და ძალიან დიდი გამოცდილებაა. ზოგადად ჩვენ საქმეში ვთვლი, რომ ეს კავშირები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტრანსფერებითაც ნებისმიერ სფეროში ეგრეა, მაგრამ ამაში სამწვრთნელო თემაში კიდევ უფრო განსაკუთრებულად. როცა შეგიძლია რომ თქვათ ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში მწვრთნელს დააურეკო, დაეკონტაქტო, იქ გაცვალოთ რაღაცეები, ხო? ეხლა მაგის მერე ევროპაზე სადაც ჩავედით, რამდენიმე ჩემი მეგობარი უკვე, იმიტომ რომ 4 წელი გვაქვს ფაქტიურად ერთად გატარებული. სხვა ინფორმაციას იღებ უკვე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იგივე მწვრთნელებთან პირისპირ ზომა კი დღეს ეხა 21 საუკუნეა YouTube-ზე ყველაფერი დევს ხო კლინიკები რაც არსებობს მაგრამ პირისპირ უზიხარ მწვრთნელს და იქ გორდონ ჰერბერტი ვნახეთ მე და ანატოლი ბოისა აუხსენებთ დღე მონტენეგროში რო ვიყავ ხო მონტენეგროში რო ვიყავით ერთად ვიჯექით ლუდის დავლიეთ ქართულზე ვისაუბრეთ ძველ რაღაცეებზე ხო მით უმეტეს ეხა ბოისას ოვას ყველა იცნობდა გერმანიის ნაკრებთან ერთად რა შედეგი და ანატოლისაც კარგად იცნობდნენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა და პირადი ურთიერთობა პირადი ნომრები რო გახსოვს რომ შეგიძლია რომ მაგალითად ეგეთ დონის მწვრთნელს მიწერო და გიპასუხოს და რაღაცა თხოვოს თუნდაც ხნეხა რომ მოგინდეს მის გუნდზე პრისიზონზე დასწრება ჩახვიდე არავინ უარს არ გეტყვის ხო და აქედან გამომდინარე ეს კონექშენები ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო არის ყველა ქართულ კალათბურთს იმისთვის რომ განვითარდე ამიტომ ვთვლი რომ მაქსიმუმ და მინდა რომ განვავრცო ეს თემა იმ მიმართულებით რომ ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ ქვეყანაში ეს კლინიკები არ ტარდება ფაქტიურად და მწვრთნელებს არ ეძლევა საშუალება რომ განვითარდეთ ასევე განვითარდეთ ასევე მინდა რომ სკოლებსაც უთხრა რა თქვენც ახლა დიდი სკოლა ხართ არ ხართ პატარა სკოლა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინვესტიციები ჩადონ სკოლებმა რომ მწვრთნელები გაუშვან და მაქსიმალურად კვალიფიკაცია აიმაღლონ, იმიტომ რომ უნდა გქონდეს ჩვენ რაღაცა ქართული კალათბურთის ხაზი და კი ვაბრალებთ, რომ აი ბავშვები არ შემოდიან კალათბურთზე და მართალია არ გვაქვს დარბაზები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები სკოლის პატარა დარბაზში ვარჯიშობენ, ხო? ეხლა მაგალითს მოვიყვან 14 წლამდელებში ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდი ყავს მენსანას, სადაც ჩვენი მეგობარი ნიკა მეტრეველი არის მწვრთნელი და ყავს ნამდვილად 4-5 ისეთი ბავშვი, რომელიც შეიძლება მომავალში ნაკრებსაც გამოვადგნენ, ხო? რა ვიცი, ახლა ამ ოთახის ხელა არა, ოდნავ დიდი დარბაზში ვარჯიშობენ, ხო? რთულია ეგეთ პირობებში ვარჯიშობენ. ჩვენ წინა ოფისში სადაც ვიყავით, მაგრამ გავუსურვებდი. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხე, რაც გვაქვს ბავშვთა კალათბურთში. და მე არაერთხელ ვისაუბრე ეს აქედან რა და აი შენ ძალიან სწორად თქვი რომ ჩვენ უნდა გაუშვათ ჩემნაირმა კლუბებმა რომ კვალიფიკაცია და თუნდაც მოტივაცია მივცეთ ჩემ მწვრთნელს მე რომ თუ რაღაც წარმატებულად ჩაამთავრებს სეზონს გაუშვებ რომელიმე ძალიან საინტერესო კლინიკაზე და მიიღებს გამოცდილებას თუნდაც იმუშავებს რომელიმე გუნდში მაგრამ სამწუხაროდ როცა დარბაზს ქირაობ გააქვს ისევ პატარა და გიწევს მხოლოდ მშობლების გადახდილი ფულის მენეჯმენტი ჩემ პირობებში გეტყვი რომ შეუძლებელი იყო და როდესაც ეს დავინახე რომ შეუძლებელი იყო 3 წლის წინ რომ მინდოდა ამ მწვრთნელების განვითარება დავიწყე ამ კლინიკების ქართულად გადათარგმნა გაუკეთე შეხვედრები სემინარები და სამწუხაროდ ძალიან ცოტა დაინტერესება დავინახე აი ამ მწვრთნელებისგან რაშიც მე ჩემთვის იმ დროისთვის ცოტა რესურსი არ გავიღე ვაკო იყო ჩართული პირადად
ამა თარგმნაში, მომზადებაში ირაკლი 24 საათი გავახმოვანე სილაბუსებს, ხო რა? მესინას, პოპოვიჩის კლინიკებს. ძალიან ცუდია ეგ რა. დღესაც გვაქვს ეგ ფაილები შენახული. თუ ვინმე მწვრთნელი დაინტერესდება, ბარემ აქედან შაკო ჩხიკვიშვილი იყო ჩვენი მეგობარი, რომელიც დაინტერესდა. სადაც ამ მწვრთნელებს ვაწვდით ამ ინფორმაციას, ვინც დაინტერესდებიან, მაგრამ სამწუხაროდ აი იგივე რაც არის, აი მოთამაშეს თუ არ უნდა რო კალათბურთი ითამაშოს და მე რო ვთხოვ რომ დამატებით ექსტრა საათები ივარჯიშოს და ალბათ ის ვერ ითამაშებს ხო კალათბურთს ხო იგივე არის ჩემი გადმოსახელი და მწვრთნელზეც რა და ჩვენ ვეძებთ ისეთ მწვრთნელებს რომელსაც რაც ენთუზიაზმი აქვს სურვილი აქვს რომ ისწავლოს და რავი განვითარდეს და ნამდვილად ხო ზოგადად ეგ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ჩვენი მწვრთნელების მე ხა განზოგადებულად ცალკე არა ზოგადად ყველა ჩვენი პრობლემა არის და ჩემი პირადი პრობლემა არის და ზოგადად ვთვლი რომ მაქსიმალურად საქართველოში ბოლო კლინიკი რაც ჩატარდა კლინიკა ალბათ რომ გავუმარტოთ მაყურებელს შეხვედრები სადაც მწვრთნელები ატარებენ სემინარებს კალათბურთზე საკონკრეტული ტოპიკები არის, ნუ კლინიკა ამას ვეძახით ქართული შესატყვისი ნამდვილად არ ვიცი შეიძლება გვაპატიოს მაყურებელმა ხა ცოტა ინგლისურ ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, იმიტომ რომ კალათბურთში ესეთი არის ეს ტერმინოლოგია, რომ შესატყვისი ქართულში ან აქვს ან ძალიან ისეთი რთულად არის. ამიტომ რაღაცებს შეიძლება შემოგაპაროთ და ბოდის გიხდით ამის გამო. და რაც შეეხება ბოლოს რაც ჩატარდა, როდესაც ნენატრუნიჩი იყო ჩამოსული, ეგ სწორედ ნენადი არის ერთ-ერთი FCC-ის კოორდინატორი და მთავარი მენტორი და ძიკიჩმა ჩაატარა ბოლოს დაახლოებით ეს ზუსტად 1 წლის წინ იყო და იმის მერე საერთოდ არაფერი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე ინფორმაცია არ მაქვს რომ რამე იყო და მაშინ მე ეს არ არის და იცით რა არის სამწუხარო აი უნგრეთი არის ხა მეგობარი მყავს ერთი უნგრელი რომელიც ქალთა კალათბურთში არის და დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში 9 თუ 10 კლინიკის ჯგუფში ჩაგვიგდო ესე იგი რეკლამა რომ აი ვიდეო გამოგვიგზავნა რომ აი ხუინმე ხო არ ჩამოხვალთ საერთოდ 10 კლინიკა მოდი მაშინ ესე რაღაცას გეტყვი ანუ როცა მიდის ამაზე საუბარი აბსოლუტურად მესმის რაღაც ფინანსებსაც უკავშირდება გაშვება და რაღაც აი შენ მიიღე გამოცდილება ხო შეიძლება რომ რაღაც ისე შევფუთოთ რომ ირაკლი ძიზიგური აი იქ მიღებული გამოცდილებით ჩაატარებს ამას ეს ანუ იქ მიღებული გამოცდილება ესე გავაზიაროთ და თოთ ირაკლი ძიზიგურის კლინიკა იყოს რატო არა შეიძლება ჩემს გარდა უამრავი ადამიანები არიან უამრავი ადამიანია საქართველოში ვისაც შეუძლია ხო იგივე რაც მე გავიარე ის სერტიფიცირება გაიარა დათო როგავამაც დიმამაც ანდრო ანთელიძემაც არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს ახლა ტოლიკამ რა თქმა უნდა ბოისამ ხო ეხა ჯაბარი ბაქრაძე და წერო და დავით ნოზაძე აქედან გამომდინარე არიან ბიჭები ვინც ეგ გაიარეს და ბოლოს მან უყავს მარკოიშვილი რომელიც მონაკოშია და სუპერ საინტერესო იქნება მისი მოსმენა და მისი გაზიარება, მისი აზრების, გამოცდილების. მეორე სეზონია, ხო, ევროლიგაში? ასევე ხა ანდრო ანთელიძე, რომელიც მესამე სეზონია მონაკოში. ანდრო ანთელიძე, რომელიც ტრინკიერის ასისტენტია კოორდინატიაზე ალგირიში და ევროლიგის მწვრთნელების ასოციაციას რომელიც ატარებს ასევე რაღაც სერტიფიცირების მსგავს. არ მინდა ინგლისურად გავშიფრო, ამიტომ ქართულად თქვი როგორც ქვია, დაახლოებით ალბათ მე მგონი სწორად ვარ. იქ ჩაატარა ვიდეო სემინარი, რომელიც თვითონაც აქვს დამთავრებული, ხო? შეიძლება ესენი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. იმდენი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, შეიძლება გაზიარება. ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება, იქ როგორ მუშაობენ, ხო? მაგასთან ერთად კიდე უმნიშვნელოვანესი არის ჩემი აზრით ბავშვთა კალათბურთში მწვრთნელები და მათი კვალიფიკაცია. უმნიშვნელოვანესი არის ბავშვთა კალათბურთში და მათი კვალიფიკაცია, იმიტომ რომ ბევრ ეხლა არ მინდა რომ რაღაც ისე ვთქვა, მაგრამ ბევრ უყურებ ბავშვთა კალათბურთს, მით უმეტესად ჩემი შვილი 14 წლამდე არის და ხშირად მიწევს ეხლა თამაშებზე მისვლა, არა მარტო ჩემი შვილს თამაშობს, ზოგადად თამაშებსაც უყურებ ხოლმე 16 წლამდელებს, 18 წლამდელებს. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს დისციპლინის, სათამაშო დისციპლინის და პლუს ზოგადად დისციპლინის. ეს საჯებთან საუბარი იქნება, ეს მოედანზე მოქცევა იქნება, ვარჯიშზე მოქცევის წესები იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ უმნიშვნელოვანესია ეს 18 წლამდელებში, 20 წლამდელებში ბავშვი რომ ამოდის უკვე, იმას ეტაპები გავლილი უნდა იყოს და ყველა ეტაპზე უნდა არის რაღაც ფაქტორები, რომ ის უნდა იცოდეს მინიმუმ.
ხო? და ეგ აი რამდენ ადგილას არის, რამდენ სკოლაში არის, ან ჯაჭვი უნდა იყოს, იდეოლოგია უნდა კონდეს ყველა კალათბურთის აკადემიას. თუ კალათბურთის აკადემია ქვია და კალათბურთის სკოლა ქვია, ხო? ის ხო არის, რომ აი მაგალითად ერთი მწვრთნელი აქ ავარიჩევს, მეორე მწვრთნელი იმიქ ავარიჩევს, მესამე მწვრთნელი სხვაგან ავარიჩევს, ერთი აკადემიის, რა თქმა უნდა, ერთ დარბაზში თუ არ არის, როგორც ზადას აქ მაგალითად 4 დარბაზი ან 3 დარბაზი და ყველაფერი ერთგან ხდება, ხო? ამის რაღაცა ერთ პაკეტში მოქცევა უნდა იყოს რა. ანუ ერთი სისტემა უნდა იყოს, ერთი ხედვა უნდა იყოს, ერთი ფილოსოფია უნდა კონდეს აკადემიას. მე ესე ეთყობოდეს, რომ ეს ფილოსოფია რაღაცა ნიშა უნდა კონდეს. პირობითად ეს აი შენ ზუსტად იგივეს ვიტყვი ნაკრებებსაც. ნაკრებსაც უნდა კონდეს თავისი რაღაც ხაზი, ასაკობრივებს და ამ ხაზს უნდა მიუყვებოდეთ. ჩემი აზრით საჭიროა, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ხო რაღაცა ტოპ ქვეყნებს, სადაც პატარა ქვეყნებს, რომელსაც ახლა ლიტვა იქნება, თუნდაც ლატვია იქნება, ხო? არ არის ახლა ლატვია ისე რომ რაღაცა აი სუმოწინავეებში იყოს, მაგრამ აი ნებისმიერ სოფელში რო ჩახვიდე ლატვიაში, ისეთი დარბაზი და ისეთი სიტუაცია დაგხვდება იქ, რომ აი გაოცდები რა სიხარულისგან და ჩვენთან ახლა ქუთაისის დარბაზი რა მდგომარეობაშია, ახლა კი იცით ახლა თქვენ, ხო? ქუთაისი სადაც თუ გამორთავ იყინება და თუ არ გამორთავ არის გასახდელი არ არის, ანუ არ არის რა, რო შედიხარ კალათბურთის აურა არ არის. ჩემპიონი გუნდია და თან კიდე ნუ რა ისტორია ქუთაისი ხა მაგაზე საკალათბურთო მაგაზე საუბარი რა თქმა უნდა მოდი სანამ სუპერლიგის აი ორ კითხვას გავაერთიანებ ორ ამბავს ვიტყვი ერთი ის რომ დათო რო გავაახსენა და დათო რო ლაშა ფარღალოვასთან ერთად აკეთებს კემპს ამერიკელი კალათბურთელებისთვის კი დრაფტი იქნება საინტერესო პროექტია წარმატებები და მოვა და ილაპარაკებს ამას და მეორე სკოლებზე ვსაუბრობდით და ჩვენს 18 წლამდელებს, ორბით 18 წლამდელებს მიულოცავ ბრინჯაოს მედლის მოგებას ჩვენ ბიჭებს. ჰიუნდაისთან თამაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო და კახა ტომარაძეს და გორკოპოროძეს მიულოცავ. ნახევარ ფინალში მე ვთვლი რომ არ ვისაუბრებდნენ უბრალოდ იმ კონკრეტული თამაშის წაგებას. სერიაზეც არ ვისაუბრეთ. ეხლა მე მინდა ესეთი კითხვა გავაერთიანო შენთან. პირველი საოცარი მეოთხედფინალი იყო თქვენი ივერიონი მარგვეთის მართლა მაგარი სერია გამოვიდა მაგ სერიაზე რო ილაპარაკო და პლუს ამას სანდრო სანაძე ყავდა წინა პოდკასტში სტუმრად სანდრომ კი ილაპარაკა მაგრამ მწვრთნელის თვალით დანახული კიდევ სხვა არის და შენი აზრით დაგაკლდათ ფინალში გასასვლელად ხო ძალიან კაი კითხვაა და ბევრი შემიძლია მაგაზე ვისაუბრო პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ გორი ძალიან კაი გუნდი იყო წელს რო დავიწყეთ რომ მივხვდით რომ მაგათ ვეთამაშებოდით ვიცოდით დარწმუნებულები ვიყავით რომ აი სუპერ რთული შეხვედრები იქნებოდა იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენზე ბევრად დიდი სკამი გქონდათ რა თქმა უნდა ხა მე და დათოს დაპირისპირებაც ორი ახალგაზრდა მწვრთნელისთან მეგობრობთ ერთმანეთში ეგ კიდე ცალკე თემა იქნებოდა ასევე მისი ასისტენტი გიორგი ლაშკარაძე ჩემი ასისტენტი იყო რამდენიმე წელი სუპერლიგაში რა თქმა უნდა ბავშვობის მეგობრები ვართ ჩვენ და საკმაოდ ყველანაირად ეთყობოდა რომ მან იქნებოდა დიდი ჯახი და ესეც გამოვიდა რა ხა ნამდვილად არ ველოდი რომ ჩემი აზრით იმიტომ არა რომ რაღაც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხედფინალი იყო. არა, ერთ-ერთი არა, თავისი ჰაილაითებით, თავისი დაძაბულობებით და ყველაფრით. ყველაფრით ძალიან გული დამწყდა, რომ მეტი გაშუქება არ ქონდა მაგას. ხო, ყველაფრით ჩემი აზრით ძალიან კაი იყო. ორივე გუნდმა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ ალბათ. და პირველ რიგში ჩემი აზრით ის იყო, რომ ალბათ მენტალურად ჩვენ უფრო მზად ვიყავით რაღაცეებს. აი ბოდიში თეთრხიძე შევხვდი მარგვეთის კალათბურთელებს და გოგია მეუბნება რომ ბაბუ ვიგებთო ზესტაფონში და ჩავდივარ გორში ვამთავრები. ხო, ეგ გქონდა, ეგ სხვათა შორის ეგ ლაპარაკი გქონდა რომ ვიდოდა რომ გორში დაგვემთავრებინა რა. პირველ თამაში რაღაც დაძაბულობა იყო იქ გორელი გულშემატკივარი მიჩვეულია, ცოტა ემოციური არის, ხო? აი მაინც კიდევაც უფრო უყურებენ და იქ სხვა ემოცია არის რა. იქ დაარტყი, მიარტყი, მოარტყია და ეს ცოტა ექშენი უნდათ. ეხლა მარტო იქ ლეიაფი ჩააგდე და ჩატენე არ იყო საკმარისი და მაგ დაძაბულობამ ალბათ უფრო მეტი мотиваცია მოგვცა და რა თქმა უნდა ბიჭების მენტალიტეტი ჩვენც ვიმუშავეთ ბიჭებთან რომ მაქსიმალურად მზად ყოფილიყვნენ ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ მახსოვს ერთხელ რაღაც ესტევში ვთამაშობდით, მაშინ ზურა ტომარაძე იყო ჩვენი მწვრთნელი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდა, ჩემი აზრით, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მწვრთნელი არის ზურა, თავისი რაღაც თანამედროვე მიდგომებით იმ პერიოდისთვის, როდის იყო მან რომ iPad-ი ამოიღო და იქ რაღაცები გვანახა და რაღაც ნუ
ანუ ჩემთვის კამერა თუ ვინმე თამაშების გადაღება დაიწყო და ვიდეოზე მოაკეთებდა scouting-ს ეგეც ვიცი. რუსთავი მირეკავდაო ზურამ მითხრა და რამე ჩხუბი რომ მოხდებოდა ეგ კადრები მოგვიწევდა. ხო, ნუ აი ვითას პერიოდი იყო, მაშინაც ზურამ თვითონ იყო, მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და მახსოვს თლიანი ეგ პროცესი როგორ აკეთებდნენ და იქიდან მოყოლებული ვიცი და მაშინ მითხრა ზურა ტომარაძემ ესეთი სიტყვები, რომ 80% არისო ჯიგარი და ბრძოლაო პლეი-ოფში და 20% არის კალათბურთიო და ჩემი აზრით ძალიან სწორი შეფასება არის ეგ და ალბათ ჩვენ ისინი საკმაოდ მებრძოლი გუნდი არის იბრძოლეს კიდეც ძალიან მაგრად იბრძოლეს მაგრამ პატარა გამართლება ანუ მანამდე სულ უმართლებდათ იმიტომ რომ სამი თამაში წაგებული ქონდა ივერიონთან თან აი მართლა სასწაული თამაშები ქონდა წაგებული დაუჯერებელი თამაშები წაგებული და რაღაც ხუმრობები რეგულარულად შორივე წააგეს მაგათთან ხო ნუ ძიძის წყევლა არისო ივერიონიო და ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა ხე პოდკასტია და ამას შეგვიძლია ვისაუბროთ გადაცემაში მაგისი არის ცოტა ღია საუბრებიც აქ შეიძლება ხო რაღაცა კლასგარეში საუბრები სიმეონეს აქვს ეგ ნათქმა ვისაც უფრო დიდი ბურთები აღმოჩნდება ხო არ თქვი ახლა ეგ მე ზღოტომარაზე როგორ სიტყოდა რა თქმა უნდა ხო წარმოგიდგენიათ და ეს ძალიან კაი მომენტი იყო რომ წინ ვიყავით ივერიონზე წინ ვიყავით და ვატო გაფრინდა რა ორი ბურთი ზედიზედ ჩაგვიგდეს თუ რაღაც და გიჩო გიორგი ლაშკარაძე ასისტენტი დათო როგავასი წამოდგა და ვატო რომ მორბოდა დაუყვირა რა ეს წაეთრეშთოქავა რომ აი იწებაო ძიძის წყევლაო რა და ვატომ ხო იცი და ის ბურთი ჰიტ პერსონალა და ეგ ძალიან გამიხარდა რომ მოთამაშემ ჰიტ პერსონალა და ძალიან ჩააგდო სამხულიანი და 10 მაგათ პატივსე მაგის მერე ვატოს რომ ჩემზე გამოთქმული ეგ წყევლა თავის თავზეც მიიღო და და ეგ წყევლა მოაბრუნა და პირიქით მიუტრიალა ხო ფოტო გაფრინდა მერე სანდრომაც ერთი წყევლა კიდე ჩვენთან იქ საოცარი ბურთი ჩააგდო აი საოცარი გეიმვინერი მალკომს რო და მეხუთე თამაშზე აი პირდაპირ გეტყვით რომ აი ფსიქოლოგიურად მეხუთე თამაშზე რო წავედით მაგით 2-2 გახდა 2-2 გახდა და მერე წავედით გორში და გორში აი გორში ვატომ მოხსნა ვატო გაფრინდა მოხსნა ჯანდო ხო ანუ ისე იყვნენ ბიჭები უკვე რომ იქ მე მგონი მსხნელიც აღარ ჭირდებოდათ რა ანუ ფსიქოლოგიურადაც ფიზიკურადაც ყველა დაღლილები იყვნენ თან მით უმეტეს 6-7 კაცი თამაშობდნენ ხო იქ პირველ თამაშზე კოტლიარევსკი ცოტა დაგვიჩაგრა ჩეჩელამ თავისი რაღაცა ჯანით მიაწვა მოაწვა რაღაცეები ისე იყო და იქ კოტლიარევსკიმაც ერთი ძალიან მაგარი ბურთი ჩატენა თუ გახსოვთ როცა იყო პირველ წუთებში როცა იყო და მაგით უკვე მივხვდი რომ ყველა მზად იყვნენ რომ ის თამაშები მოგვეგო და ეხა ამერიკელებზე აღარ ვსაუბრობ უცხოელებზე ძალიან მაგარი სერიები ჩაატარეს თითქმის ყველა ერთადერთი გამთამაშებელი რომელიც შემდგომ დავიმატეთ მაგაზე უნდა მეკითხა ხო ლეიკი რომელიც გამოგვაკლდა ბოლო თამაშის წინ დისციპლინური რაღაცების გამო მე არ ვიტყვი რომ რაღაც ზღვარი მაქვს იმ ზღვარის იქით ნებისმიერი მოთამაშე გადავა და ის გუნდში ვეღარ იქნება იმიტომ აქამდეც იმიტომ გაძლო რაღაც მომენტში რომ არ მინდოდა რომ გუნდი დამეზარალებინა იმიტომ რომ რა თქმა უნდა გამთამაშებლის გარეშე ვჩერდოდა ჯონსი ყავდა ერთი რომელიც ჩემი აზრით აღმოჩენა იყო ჩემთვის ლევანდელ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელია ვინც ყოლია ხასიათით coachable იყო ძალიან გუნდის სული და გული იყო და დამცველი იყო და საუკეთესო ჩემი აზრით საუკეთესო დამცველი იყო ყველანაირად მას ტიტული ეკუთვნოდა და რა თქმა უნდა ნებისმიერი გაქცევა ჩვენი გუნდის როცა ის სკამიდან შემოდიოდა აი არ ვიცი ჩათვალე რომ აი ბუსტი გქონდა ერთი მისი სახით და ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო მენტალურადაც, მეგობრულადაც, ყველანაირად. აი ყველანაირად არაფერი რო გეკითხათ მინუსი რა აქვს ამ მოთამაშეს, ერთადერთი შემთხვევა რომ იმდენად კარგი ადამიანი, იმდენად კარგი გუნდელი იყო, იმდენად კარგი ბიჭი იყო, იმდენად ჯიგრიანი ბიჭი იყო, რომ ანუ მინუს ვერ გეტყვი რა, ანუ ძალიან არაობიექტურად უყურებ, ისეთი კარგი იყო და მინუს ვერ ვიტყვი. აი გაგიკვირდება და ეგეც გამართლება არის რა, ეხლა იმიტომ რომ ეგ ჩვენ არ ჩამოვიყვანეთ, ჩვენ არ აგვირჩევეთ, ჩაგვიგდეს და გვითხრეს რომ ძალიან უნდაო ჩამოსულო და თავის ფულით ჩამოვაო რა და ხო ან და კი ხა ჩვენც რაღაცები ვნახეთ მოვიძიეთ ის ეს პირადადაც დაველაპარაკე
და რო ჩამოვიდა თან ვითომეთ ეს ნაოპერაციები ფეხით უნდა და გავრისკეთ და ჩამოვიყვანეთ რა. ზოგადად თვლი რომ რაღაცა ცოტა ცუწმენების მჯერა რა რაღაცა და რაღაც ადამიანს თვლი რომ შანსი უნდა მიცე რა ყველას რაღაც მომენტში და რაღაც რო შინაგანად რომ მეუბნება რომ შარშან ეგრე რიგა ხალხი. ხო. 2 წელი იყო ფეხი მოიტეხა. ჩამოვიდა და ძალიან მაგარი ბიჭი იყო და მაგას რო გძნობ რაღაცა შინაგანად კი შემსწარ ვარ კიდევაც მაგრამ რო გამოდის არ ვნანო აი ქუთაისზე რას გვეთქვენ ქუთაისზე ეგ იყო რომ ლეიკის ფაქტორიც იყო ხო ქუთაისზე რას გეტყვი იმიტომ რომ ქუთაის ჯოინერი არ ყავდა ჯოინერი როცა არ ყავდათ მაშინ უფრო მაშინ უფრო წავაგეთ რო ყავდათ მაშინ მოუგეთ ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა თქვენთან დაიტრავა არ ვიცი ჯოინერი როდის დაიტრავა აწუხებდა პირველ ორ თამაშზე იყო ჯოინერი და მე ერთ თამაშზე არ იყო მე ცოტა ხანი იყო ბოლო თამაშზე და მარგვეთთან ხო არა ეხლა ქუთაის ისეთი გუნდი იყო არ მგონია ვინმე ერთი კაცი გამოკლებოდა და ძალიან ბევრი შეეცვალა გარდა ჩემი აზრით ყველას პატივისცემას გარდა კორსანტიასი რომელიც ძალიან დომინირებდა წლევანდელ წელს რაც შეეხება ქუთაის ესეთი გათვლა ჰქონდა ხო ნუ ქუთაისი დიდი ტანი ბევრად დიდი ქონდათ ჩვენზე, ბევრად მაღლები იყვნენ, ბევრად დიდები იყვნენ და აქედან გამომდინარე შედარებით სწრაფი კალათბურთი უნდა გვეთამაშა, მაგრამ ქუთაისი ბევრად იოლად იყო გამოსული მეოთხედფინალიდან ვიდრე ჩვენ ეხლა ძალიან რთულად ვიყავით, იმიტომ რომ მავეინის 4 კაცი დაახლოებით 30 წუთზე მეც თამაშობდა სერიის გამოვიდა. აქ მარტო ფიზიკურად ხო არ მენტალურადაც ძალიან რთული არის რა. მაგრამ ჩვენ მენტალურად ძლიერები გამოვედით ისეთი მოგების მერე, როგორც ბოლო თამაში იყო ივერიონთან, ანუ ნამდვილად ძლიერები გამოვედით, მაგრამ პირველ თამაშზე ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავით. და შეეწყო კიდევაც თავიდანვე გადაგვირბინეს, მე დაიწყო რაღაცა ჩამოვედით და ეხლა თამაშისთვის რო გეყურებინა, ნუ 4-6 ქულა წავაგეთ თუ არ ვწდები, არც მახსოვს ნორმალურად. 100-ით, 102-ით თუ რაღაც წავაგეთ. ხო, ძალიან ბევრი. ხო, ჩვენც ბევრი ჩავაგდეთ, იმათაც ბევრი ჩავაგდეს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, რეკორდი მოხსნა იმან მელიკ მარტინმა 45 ჩავაგდო, თუ 47 თუ არა 43 ქულა 43 თუ რაღაც ეგრე მახსოვს 40-40 ჰქონდათ მაზის და ჩეჩევა ხო და გამოდელი წლის ხო ნუ სასწავლო თამაში ჰქონდა მეორე თამაში უკვე დავინახეთ რომ შეგვეძლო ქუთაისთან თანაბარი ბრძოლა და მოგებას და მეორე თამაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და მოვიგე და მე გადავიდა სერია ზესტაფონში. ეხლა არასდროს არ ვსაუბრობ მე არც მსაჯებზე და არც მსგავსზე და არც ვთვლი რომ რაღაცა მსაჯების ბრალი იყო რამე ან რამე არც ვიძახი მაგას უბრალოდ მე მგონია რომ ეს სერია იმსახურებდა მეხუთე თამაშს რა იმიტომ რომ ერთ თამაში ერთი ქულა წავაგეთ ერთ თამაში ორი ქულა წავაგეთ ხო და იმსახურებდა ნუ იქ იყო რაღაცა ფაქტორები ეხლა კორსანტია დვალიშვილია ნაკრების მოთამაშეები არიან ნუ რაღაცა კოტლიარევსკის და გოგიას რო ჯარიმას დაუსტვენენ ნუ კორსანტიას ჯარიმას არ დაუსტვენენ და მე მაგაში არც ვამტყუნებ ეხლა რაღაც მომენტში მაგრამ მთლიანობაში რისი ბრალია როგორ ბრალი იყო რა თქმა უნდა ქუთაისი გამოჩნდა რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო პირველ რიგში თვლი რომ სკამა ძალიან დიდი როლი შეასრულა მაგ სერიაში და გამოცდილებამაც ალბათ რა გამოცდილებამაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე იყო იქით ამხარეს და არც თუ ისე ბევრი აქეთ და ბევრი წელი ერთად თამაშობდნენ ხო ბევრი წელი ერთად თამაშობდნენ და მით უმეტეს ეხა ლეიკის როცა გაუშვით იქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო რომ ჯონსზე გადადიოდა 40 წუთი ორი თამაში 40 წუთი ითამაშა მაღლებიცაც გოგიაც მართლაც ალი ფეხით იყო და შედიოდა და მაინც ბრძოლობდა და უბრალოდ ვერ რისკავდი და აი გულით ძალიან ცუდ რაღაცა მოხდებოდა იქ რომ მაგას ტრავმა მიიღო იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ჩემთვის ძალიან ისეთ იქნებოდა რა მძიმე იქნებოდა რომ მოთამაშე შეკყავს და ის შეიძლება ტრავმის წინაშე დგას და მაგრამ ანუ მართლა twins მიჭამდა რომ ანუ სუროფეხი ანუ მუხლებით ვირბენ როგორც შემიშიო მართლა ეგრე იყო რა და ეხა იმას აღარ დავიწებ ახალგაზრდებმაც კოტლიარევსკი რომელიც ჩემი აზრით დიდი პოტენციალი აქვს და ეს მაგბიჭმა დაამტკიცა წელს რომ გამოჩნდნენ ვიღაცები წელს აი კოტლიარევსკი ბურსმანაშვილი ესეთი ბიჭი კი კოტლიარევსკი პატარა არის ხა ბევრად ბურსმანაშვილი 20 მაგრამ აი ბურსმანაშვილს არ მიეცა აქამდე კი არ მიეცა აქამდე შანსი არ მიეცა აქამდე შანსი შენ ადრე მიეცი კოტლიარევსკის მაგალითად ხო ანუ კოტლიარევსკი 2005-იანია ხო ხო 18 წლამდელებში მყავდა მე კოტლიარევსკი 2006-იანია კოტლიარევსკი ხო თუ არ ვწდები 6-იანი არა 5-იანი არის ალავიძე 6-იანი არის კოტლიარევსკი
მე მყავდა კოტლიარევსკი ნაკრებში 18 წლამდელებში და სამწუხაროდ მაშინ ტრაუმა ჰქონდა და ვერ წავიყვანე ერთ წელი დიდებში წაყვანა მინდოდა მისი მაგრამ ვერ წამოვიდა მუხლის ტრაუმა ჰქონდა და ამიტომ ვერ წამოვიდა ძალიან სამწუხაროა უნდა იშრომონ რა მთავარი არის ეგ რა მინდა რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უთხრა ახალგაზრდებს რომ როგორიათ რომ საკმარისი ეს ვარჯიში არ არის საკმარისი რა იმიტომ რომ ჩვენი ხა აქ უყურებთ შიდა სივრცეს რა ჩვენ არ გვაქვს ესე რომ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები ავტობუსში ჩაჯდებიან 2 საათში გადავლენ ითამაშებენ ერთმანეთს ბოლომდე ჩვენ მაგალითად აქ უნდა დავგეგმოთ უნდა გადავიხადოთ 2000 евро რომ ჩავიდეთ და ხო და მაგიტომ კიდე ერთხელ შანსი ვიღო მაგიტომ გჭირდება ევროპა რომ ეგ რაღაცეები ჩვენთანაც ბევრად მარტივი იყოს და არა მარტო ცხოვრების დონე ნებისმიერ სფეროში ძალიან მაგრად ბუსტი გვექნება და ბევრად მეტი საშუალება გვექნება რომ ჩამოვყალიბდეთ წარმატებულ ადამიანებად ვიდრე დღეს ვართ იმიტომ რომ ბევრი უაღრესად ნიჭიერი ადამიანი ვერ შეძლო გზის გაკვლევა იმის გამო რომ სწორედ იმ სიტუაციაში და იმ პრობლემებში ვიყავით იგივე მწვრთნელებზეც არის ხა მე მაგალითად მქონდა რაღაც შემოთავაზება ნიდერლანდებიდან საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაც იყო საკმაოდ ნორმალური პირობებიც იყო და უბრალოდ ვერ წავედი იმის გამო რომ ვიზა ვერ გააკეთა ქართულ პასპორტზე მოთხოვნა იყო რომ როდესაც არაევროპული პასპორტით შედიხარ მინიმალური სახელფასი უნდა მიცე ადამიანს მაშინ ამდენი სიტყვაზე ვიძახი რომ 5000 евро რო იყო გამოყოფილი უნდა მოეწოდო არა უნდა იყოს უფროსი სპეციალისტი და თუ უფროსი სპეციალისტი მოკავს სახელმწიფო გავალდებულებს რომ გადაუხადო მინიმუმ 8000 ხვდები და არ უღირს იმას რომ ვიღაც ქართული ამდენი ხო უკვე ანუ სხვა იგივე პრობლემაა ფეხბურთს მეგობრ ბავშვები რომ იყავთ ხო ეხლა ბავშვი შენახვა იქ სულ სხვა ჯდება მშობლების უნდა წაიყვანო უნდა გაუკეთო მილიონი რაღაც აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სპორტისთვის და სპორტის განვითარებისთვის მსგავსი რაღაცეები ნუ სხვა უამრავ დადებით ღირებულებას და დადებით ღირებულებას ძალიან ბევრი ტრანსფერიც ხარ რეალურად ფეხბურთიდან რომ შევხედოთ ანუ იმიტომ ვერ ხორციელდება და ესეთი ამბები ხდებოდა ხოლმე და ძირითადად რუსეთის ხაზი იჭრებოდა კანალს ხო იმიტომ რომ ადვილი იყო ხო უფრო მარტივი იყო და ნუ მადლობა კიდევ ერთხელ ყვარას ეს აქვს დადებითი აქვს იმედია ესეც მოგდა იმან მისცა საშუალება კვარაცხელებს წასულიყო ხო ნუ ძალიან კარგი რა აი შემდეგი ესეთი კითხვა რაც გვაქვს ხუთეულს ვეკითხებით ხოლმე ამ სეზონის ქართველების ხუთეული ხო ბევრს ფიქრობენ ხოლმე და მაგრამ მე ძალიან სტრაფასულს გეტყვი მაგაზე იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველ ნომერზე ჩემპიონი გუნდიდან დავაყენებდი ოჩხიკიძეს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა ჩემი აზრით ოჩხიკიძეს ფაქტურად ლიდერი იყო ერთ-ერთი გამათანაბრებელ თამაში აი როცა 2-2 გახდა ოჩხიკიძე მითამაშა რაღაც საოცრად და ერთი მონაწილე ჰქონდა რომ რაღაც 8 ფულა ზედიზედ ჩააგდო კი და ამიტომ ჩემი აზრით უდაოდ ოჩხიკიძე არის პირველ ნომერზე დავაყენებდი ორ ნომერზე დავაყენებდი ჩემი გუნდის კაპიტანს სადრო სანაძეს აქ ცოტა სუბიექტური ვარ და მებატიება ზოგადად 2-3 ნომრები საქართველოში დეფიციტი ამ ეტაპზე ხო და სანდროს და ვატოს 2-3 ნომრებზე თამამად დავაყენებდი გაფრინდაშვილმა ისეთ პლეიოფი ჩაატარა რომ ნამდვილად იმსახურებს ის მატჩები ქონდა კიდევ ერთხელ ქართულ კალათბურთელებზე მაგ საუბარი რა თქმა უნდა და 4 ნომერზე დავაყენებდი ალექსანდრე ფევაძეს და 5 ნომერზე გიორგი გორსანტიას ეს არის ჩემი ქართველების ხუთეული ეხლა მაშინ და ისე არ დავიშალოთ რომ ნაკრებზე ვიყავით მაგრამ ერთი კითხვა რამე სიახლე ხო არ გაქვს რამე სიახლე ხო არ ამ ეტაპზე და აი ლეგიონერებზე ხო არა რამე იმიტომ რომ ლეგიონერები შენერჩუნებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე ზოგადად გუნდების ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ისე ვერ ხდება ხოლმე რომ აი ლეგიონერმა ზედიზედ 2 წელი სადმე ითამაშოს აი ჩვენ მქონდა შემთხვევა რომ კენი მაგალითად ალიგაში როცა ხო იმიტომ რომ ისიც ალიგაში იყო და სუპერში თორე რაღაც ისეთ კარგი შეთავაზება არ ქონდა თორე დღეს კენიმ დაამთავრა სეზონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო კუპერი და სავარაუდოდ კიდევ უფრო ძლიერ გუნდში გადავიდა. მან ორი რაღაცა არის რა. პირველი არის ის რომ მე მგონი ამაზე თქვენ ნასაუბრები გაქვთ ერთხელ აქ უკვე ილაპარაკეთ ანუ გაჩნია მე რომ მაგალითად $10,000 მქონდეს რომ ჩამოვიყვანო ბიუჯეტი ამერიკელი. $10,000 ამერიკელი საქართველოს ჩემპიონატში ჩამოვა? აი ეგ არის კითხვა. ხო, ანუ გაფორმება რო ნახავს ეხა სიტყვაზე ვიძახი
დარბაში შემოვა, ძალიან კაი დარბაზია, მაგრამ 5 კაცი ზის, ხო? და მით უმეტეს ლიგა არ განისაზღვრება ამით რამდენად ჩვენ შეიძლება დღეს აზერბაიჯანზე კარგი ლიგა გვაქვს, ან დონის კალათბურთის დონით. შეფუთვით ვერ გვაქვს. მაგრამ დონის როგორ 7 ლეგიონერი თამაშობს. გასაგებია რომ 7 ლეგიონერი თლიანად ქართველი მოთამაშე. ხო, ქართველი მოთამაშე. ჩემი აზრი არის რომ ამ ეტაპზე. ჩემი აზრი რომ ანუ ზოგადად კალათბურთის მიდიან ისინი. აი ბოლოს 3 წელი. ლიგა რა არის, ხო? ლიგა ეხლა მაგალითად გერმანიის ლიგა მაგარი ლიგა არის? მაგრამ მაგარი ძალიან მაგარი ლიგა არის, მე გეტყვი რომ ძალიან მაგარი. ხო, მაგრამ მაგარი შეფუთვით. ანუ სტაბილურად, ფული, დასწრებით, ყველაფრით ძალიან კარგი ლიგა არის. ძალიან მეორე ლიგაზე იძახს თუ უმაღლეს? პირველ უმაღლეს ლიგაზე. უმაღლესი რა ევროლიგაში თამაშობს ბაიერნი. არა, ვიკენი რო ახსენე მეგონა მეორე ლიგაზე ლაპარაკობს. არა. ზამა. აქედან გამომდინარე ლიგა არ არის მარტო ის რომ კარგი მოთამაშე ყავდეს, ხო? ლიგას ცალკე შეფუთვა უნდა და ჩემი ცოტა დრო დაუთმო თუ ნებავთ ამ რაღაცა სუპერლიგაზე საუბარს. ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილია. ხო, სუპერლიგაზე საუბარს, ნუ გავიარეთ მწვრთნელების პრობლემა, ჩვენი მწვრთნელების პრობლემა, რაც მაქსიმუმ კვალიფიკაცია უნდა ავიმაღლოთ, რომ მივხედოთ ბავშვთა კალათბურთსაც, რომ შობელი რომ მოიყვანს ბავშვს კალათბურთზე ფიზკულტურის გაკვეთილი არ დახვდეს და დახვდეს სრულფასოვანი ვარჯიში, გეგმა, რომ ერთი წელი ამა და ამას აქვს ვაკეთებთ ესე. აუცილებელია და დაგეგმარება კალათბურთში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ, შედეგი რა გვინდა. იქ რა თქმა უნდა იქნება ფორს მაჟორი, გადახვევა, გადმოხვევა, ყველაფრის ვიზატ მოვიყოთ, მაგრამ ეს დაგეგმარება უნდა იყოს ბავშვის განვითარების და ზოგადად გუნდის განვითარების კაფიოდ გაწერილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგ გეგმის გარეშე არაფერი არ გამოვა. შემდეგ გავიარეთ მწვრთნელებიც თავისთავად მნიშვნელოვანია. გავიაროთ უნდა მოედნები საჭირო არის მოედანი ყველგან, არა მხოლოდ თბილისში და ორი სპორტის სასახლე, რომელიც უბრალოდ თამაშებისთვის არის, ხო? ბავშვებს უნდა კონდეთ რეგიონებში მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონში, სადაც ქუთაისია, მინიმუმ ქუთაისის ხელაქალაქში უნდა იყოს 5-10 დარბაზი უნდა იყოს. ძალიან მაგარ მდგომარეობაში. ის ხო არა, ამათო ყველა სოფელი ქუთაისთან არის კონცენტრირებული. იქ უნდა მიდიოდეს სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საბადოარი ქუთაისის. რა თქმა უნდა, დასავლეთი საქართველოში მთლიანად სამეგრელოში, სადაც არიან ახალგაზრდები ბექაია, რომელიც უფრო მეტი უნდა იყოს საჭირო, უფრო მეტი უნდა ჩამოვიყოთ. მაგალითად იყო ადრე რომ სერბები იყვნენ ჩამოსული, მილოშ გრიგორიევიჩი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო, ვისთან ერთადაც ნაკრებში ვიყავი 20 წლამდე ნაკრებში ვიყავი დაახლოებით 4-5 წელი ერთად ვიმუშავეთ მე და მილოშმა, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა, არა მხოლოდ ამ ბავშვების რაღაცა მენტალობის ჩამოყალიბებაში იმ პერიოდში, ვინც იქ იყო, არამედ მე პირადად მე და არა მარტო მე, ბევრ ქართველ ახალგაზრდებს მოგცა რაღაცა კარგი მიმართულება მოგცა, როგორ უნდა წავსულიყავით. რა იყო თან სერბული სკოლა მოგეხსენებათ, ძალიან სპეციფიკური და თავისებური და ძლიერი არის, ხო? რომელიც უმაღლეს დონეზე ქონდა მილოშ ნამუშევარი და მასთან ნაკრებშიც უდიდესი გამოცდილება მივიღე, არა მხოლოდ მე, არამედ ძალიან ბევრმა და საჭიროა ურთიერთობა, ყოველთვის საჭიროა ურთიერთობა, არ არსებობს მწვრთნელი, ვინც განვითარებას წვეთს, ვერ იქნება მწვრთნელი. ყოველ დღე უნდა სწავლობდე ახალს. ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, უნდა დაждდე და მოусმინო და იქნებ რამე გაიგო. ეგ არის ყველაზე დიდი იქნებ ისეთი რამეს გაიგო, რომელიც შეიძლება არ გამოგადგეს და იცოდე რომ ეხლა გასაგებია რომ ყველას ეგო გვაქვს ჩვენ რაღაცა ის, მაგრამ სურო სისულელეს ხსნიდეს უნდა დაждდე და მოусმინო. ჩემი აზრი ეგეთი არის და ბევრი სისულელეს მომისმენია და ბევრი ძალიან მაგარი რაღაც მომისმენია იმ ადამიანებისგან, ვისაც მეგონა რომ იმაზე მეტი ვიცოდით თუნდაც. ამიტომ რაღაც 4-5 წლის წინ შეიძლება სხვანაირად ფიქრობდი, მაგრამ ეხლა მინდა რომ დავაფიქსირო რომ აუცილებელია ეგ. ასევე ეხლა რაც შევეხეთ სუპერლიგას თვითონ როგორც პროდუქტს, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანე, რა თქო, ამ ხელა დარბაში ჩემი მეგობრები თამაშზე მოვიდნენ და წყალი ვერსად ვერ ნახეს და ბენჩიდან რა ქვია სადაც არიხოდა სკამიდან ექიმს ავაგდებინე წყალი რო დაელიათ რა ანუ არისო რა აპარატი დგას ერთი რაღაცა შემოსასვლელში და ნუ ის არის სუპერლიგის თამაში და წყალი არ არის გამოყრილია ყველა ხო ანუ წყალი არ არის რა როგორ შეიძლება წყალი ვერ დალიო ხო შეშა არ არის ამბავი თამაშზე რომ მოდიხარ წყალს ვერ სვავ ხო რაღაც მე ხარ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი რომ მარკეტინგში და რაღაცა სოციმედიაში რაღაცა ისეთი რჩევები მივცე ვინმეს მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ რაღაცა მეტი მუშაობა გჭირდება მაგ აი გეტყვი რაღაცა სამწუხაროდ შორიდან მაყურებელი ხალხი გვეუბნება ამას რომ ვაფშე საფრთხე ვიხარ მე ხა ეგრე უყურებ რა თანამედროვეობას რა ვიღაცა აიყვანე რა ერთი 5-6 ჯენზიკი ბავშვი ვიღაცა მოკოქილები მაგარი და რა ვიცი ხა მაგ შაურმას და იმას თუ აპიარებენ
იუთუბერები. ყველი შესანახ კონტეინერს ნამდვილად სუპერლიგასაც ისე მოხოდავენ და ისე გააპიარებენ რომ გულდასაც ყოთ ისე რომ არის სუპერლიგა იმ დონის თამაშები მეც ვთვლი რომ ეგრე არტივად რა თქმა უნდა თლიან იმას ფედერაციას არ ვეკიდებ რომ გუნდებმაც ბევრი რამე უნდა გააკეთონ მაგრამ დღესდღეობით ეხა რეალურად თვითონ პროდუქტი სუპერლიგა არის ფედერაციის პროდუქტი და ის პროდუქტი უნდა შექმნას იმან და დანარჩენი ახლა მაყურებელი გულშემატკივარი მეც რაღაც ნაწილი რომ უნდა მოიყვანო და ის კი მაგრამ აი რა ვიცი სუპერლიგა არსად არ ფიგურებს ტელევიზორში მე არასდროს ახლა ტელევიზორს არ უყურებ სიმართლე გითხრათ თუ ტელევიზორში ვინმე მიცის რომ მაგალითად აი გორი და მარგვეთ შორის გაიმართა რომელიმე ტელევიზია იქ მაგალითად არც ერთი ტელევიზია მოსული არ იყო მთელი დარბაზი სავსე იყო ჩვენებიც ძალიან ბევრნი იყვნენ ისინიც ძალიან ბევრნი იყვნენ ერთი ტელევიზია არ მინახია შეიძლება რიონი იყო ერთხელ მოსული ზესტაფონში აი მე გეტყვი რაღაც რა მაქცევასთან დაკავშირებით რატო არ უნდა ჩამოვიდეთ ფედერაციამ დაურეკა ტელევიზიებს და უთხრა რომ აქ არის და მიდით ანუ უცებ ის არის რა ქვია იმედზე ვნახე გაიმართა ვეტერან კალათბურთელების რაღაც ჩემპიონატი და ის გააშუქეს რა და სუპერლიგა არ იყო რა ერთ რაღაცას ვიტყვი და მე მგონი დამეთა დიმა თვითონ თამაშობს ობოლაძე და მაგიტომ იქ იყო რა ფრანგო და დიმა იქ იყვნენ და ეგ იყო რა სამოყვარულო ლიგა რავი თუნდა რავი შეიძლება გვეწყინოს თლიანად სუპერლიგას და არ ვიცი ყველას ბეთლაივ სამოყვარულო ლიგა ხალხო არის ბევრად უკეთესად შეფუთული ვიდრე დღეს სუპერლიგა ბეთლაივ სამოყვარულო ლიგა და არ ვიცი ხა რატო არ შეგვილია ჩვენ ყველას პლეიოფი რო ვიწყებო და გადავწყვიტე რომ მე თქვი ან ჩვენ მეგობარი ყავს პლეიოფი რო ვიწყებო და გადავწყვიტე რომ მოდი ესეთ რაღაცას გავაკეთებ ყველა თამაშიდან რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ან განსაკუთრებულ მომენტს ან ყველა ტიპის ან ერთი ტიპის აი ვინც MVP გახდება მაგის ჰაილაითებს გავაკეთებ რა თუ ექნება გამოხმაურება თან თოკოსთან მქონდა ნათქვამი ბიჭო არ ვიციო რაღაც Короче, სულ საერთოდ ჯამში ახლა პლეიოფში ამდენი თამაში იყო მაგას ნუღა გამახსენებთ, ანუ ნამდვილ 3-2 თქვენი თამაში იყო, 3-2 იყო 30 თამაში. ხო, რა, ანუ სადაც ერთი 40 ვიდეომდე გამოვიდა ალბათ რა. 40 ვიდეოს ჯამში ქონდა 300.000 ნახვა რა. ხო. ოღონდ ეხლა მაგას ნავდა დავიწყე მე არაფერი არ დამირეკლამებია რა. ჯერ დიდი გვერდიც არის ასე თუ ისე რა, 140.000 გამომწერი ყავს და ანუ 300.000 ნახვა არის ის რო ყველა სპონსორი შეიძლება დააინტერესოს. ძალიან კარგი შედეგი რეალურად, იმიტომ რომ აი სანდრო სანაძის ბაზერბითებს ქონდა 20.000 ნახვა, მაგრამ 20.000 ნახვა მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგია რაღაც მომენტში. ანუ მაინც ცოტაა რა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა როცა ხდება მაგალითად რა, უნდა კონდეს კიდევ უფრო მეტი, მაგრამ აი ეგ არის რომ რაღაც უნდა შეთანხმება უნდა მოხდეს ან კლუბებსა და ფედერაციას შორის, ან ჩვენნაირ ტიპებთან, ანუ საერთოდ არ მაქვს ვაფშე ფინანსური ინტერესი, მაშინ არ მქონია რა. და არც გამიკეთებიოდ მე მაგას ვაკეთებდი, იმიტომ რომ მართლა გამისწორდა წლევანდელი სეზონი, უკვე მე-7 წელია ზოგადად დორფში ვარ. და ნუ 3 წელია უკვე ამ თემაში ვარ, რა მე-3 სეზონს დავიწყებ სუპერლიგაში და ჩვენ ბიჭებს რო უკეთებდი, მე ვთქვი, რავი, ტიპები არიან, ყოველდღე ხვდებით, წელიწადში ორჯერ მაინც ხვდები ვიღაც ტიპს რა, სანდრო სანაძეს ორჯერ ხვდები. გავუკეთებ რა, კაროჩე რა, მაგ საქმეს რომ აი ამ ტიპებმა ნახონ რა, ეგ ამბავი. ძალიან ბევრი ნახო ქონდა. მე ის გამისწორდა რომ მაგალითად ვატო გაფრინდები, ვატო ყველა ვიდეო გააზია რა, ჩვენაც გავუკეთ და ეგ ჩვენთვის რაღაც მომენტში ბუსტი რატო არის, იცი რომ ანუ ასწორებს რომ ანუ ის ტიპი ხედავს რომ ჩვენ ვიშრომეთ და გააზიარა რა, თუ გინდა იგივე კორსო. საერთოდ არ მევალებოდა ვაფშე არ ვაპირებდი რა. ხო რა თქმა უნდა. ხო და ვაფშე არ ვაპირებდი სუპერლიგის ფინალზე წასვლას. აი ჩვენ ოპერატორთან, ჩვენ ზვასთან ერთად, დადუს დუალთან ერთად წავედით ქუთაისის ფინალზე რა. და ნუ ჩავწერეთ აი ყველა და რაღაც რა ტელევიზიაც იყო ჩამოსული, მაგრამ იმდენი ნახვა მაინც არ არის იმ ტელევიზიაში. შეიძლება უყუროს აი საინფორმაციოში 10-ის რო 5 აკლია ვიღაცამ, ხო? და მაქსიმალურად უნდა იყოს. რავი, დვალიშვილის კომენტარს ქონდა კაკი ზოგადად აქტიური სოციალურ 25.000 ნახვა. რატო არა? არა, მარტივი არის, მით უმეტეს დღევანდელ დღეს სადაც TikTok-ია და მსგავსი რაღაცეებია. ჩემი TikTok-ზე კიდევ უფრო მარტივად არის ხო ნახულობ. მარტივ მაგალითს მოვიყვან მეც ახლა, იმიტომ რომ ვაკო თორე შენი ვიდეო გავარდა ერთხელ მაკას რო ეკავა. ხო, აი ეგ მაგის ვიდეო დავდე ჩვენ და მაგის თქმა მინდოდა რა. ხო, ეგეც ძალიან საინტერესოა. კამერა და მიკროფონი დამიმაგრა, რომ ერთი ის გავაკეთოთო რა. გიო ახალგაზრდა იყო მაშინ, ახალგაზრდა დღესაც, მაგრამ მაშინ პატარა იყო. უნდოდა რომ რაღაც მაგდაგვარი გაეკეთებინა ეს მწვრთნელის და მსაჯის ურთიერთობა, იქ მწვრთნელი რას ლაპარაკობს როგორ ტაიმაუტებზე და შიდა სამზარე რო ჩაახედო ჩვენები ყველაფერს არ დადებ რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ნაწილს დადებ და ანუ ყურებადია, ხო? ეგ აინტერესებს. იგივე არის რომ აი პატარ-პატარა რაღაც დეტალები, ხო? მაგრამ მან რა არის საჭირო? მნიშვნელოვანია რომ უნდა იყვნენ პროფესიონალები.
პროფესიონალი ტიპი, ვინც მაგას იფიქრებს, მარგდალის პროფესიონალი. ეხლა მე ჩვენ აგერ ორი რაღაცა ვქთვით და 300.000 და 90.000 ნახვა ქონდა უბრალოდ ჩემმა ეგ ვიდეო ნახე და მე ვთქვი კარგად წაიღებს ვთქვი და აი გავარდა მართლა გიჟივით. კამერა დამიმაგრა, მიკროფონი დამიმაგრა და 90 მაკა და ხო, თან რაღაცა ის მომენტი იყო რა, სასაცილო მომენტი იყო რა და მსგავსი რაღაცები არ ვიზახი რომ ზუსტად ეგ, მაგრამ მსგავსი რაღაცები საჭიროა მით უმეტეს დღევანდელ დღეს. მოდი პირდაპირ თქვა რომ ლიგას ჭირდება ისეთი ერთგული პარტნიორი, ანუ აჭარაბეთი არის საქართველოს ნაკრების სპონსორი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სპონსორი, თუმცა აჭარაბეთი არანაირად არ იყენებს კონტენტს სუპერლიგისას. სპონსორი მიდის კაი ტიპებთან. ზოგადად. ანუ კაი პროდუქტთან. ანუ ნაკრების თემა, მაგრამ აი ცოტა ხანი ხო რაღაც მომენტში შეიძლება გქონდეს ჩვენ ჩავარდნა სანაკრებო სიტუაციაში. კი და ნაკრები ჩემზე ძალიან დიდი ხაზი არის გაყოფილი. გადავჭით და ძალიან მაგარი რომ მე 6 ევრობასკეტზე გავეთ. აი ნაკრებს და საქართველოს სუპერლიგას შორის არის აი უდიდესი ხაზი გაყოფილი ჩემი აზრით. რა ნაკრები არის საერთო სხვა პროდუქტი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს და ძალიან ეიმედება. ამას ემოციით არის აქ კავშირში რა და ემოცია არის აქ დიდი და აქ არის ჩვენნაირი ხალხი პლუს რეგიონები. ეხლა მაგათ ოლიმპი რა, ამრა გაგრა, რომელიც სამწუხარო წელს გავარდა და ძალიან გულშემატკივარი ვიყავი ამ ორგანიზაციის ზოგადად. მე რო გითხრა რომ დიდად ჩვენ ვარდებოდით. არა, რა თქმა უნდა. მე ვიყავი უბრალოდ ჩვენი მეგობრები არიან, მეგობრები არიან და ზოგადად ორგანიზაციულად ძალიან მომწონდა, როგორც მუშაობდნენ და როგორც აკეთებდნენ, კი მწირი რესურსდებდნენ, მაგრამ რაღაც cool რაღაცებს აკეთებდნენ და ეგ cool რაღაცები საჭიროა ეგ cool რაღაცები მქონდა პირდაპირ ვიტყვი აწუყო ბეცონ სპორტს, ანუ ევროპოპი, პოპ სპორტი, მიშა დუმბაძე და ხაკი ალდაშვილი, რომლებთანაც ჰქონდათ ეს ურთიერთობა და ისინი უკეთებდნენ ამათ და ეგ კარგი იყო ნახდათ რა. თვითონაც რა თქმა უნდა, იმედია უკვე ჩვენ გვექნება ეგ. ძალიან კარგია. ძალიან კარგია და საჭიროა. აქედან გამომდინარე ვთვლი რომ სუპერლიგა არის შესაფუთი, მაგრამ რომ შეფუთო სუპერლიგა, გჭირდება გუნდი, რომელიც არის პროფესიონალი. ბევრი ადამიანი, ანუ სტაფი არის საჭირო. ძალიან მით უმეტეს სტაფი არის, ვინც კონკრეტული რაღაცა ცოდნა აქვს. შენც ეგრე ფიქრობ, ძალიან ბევრი სტუმარი ფიქრობს ეგრე, თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც გვაქვს დიდი ხნის წინ თქვა ნასაუბრები, რომ ეს გჭირდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმეც ვიტოვებ, რომ ინიციატივას ამ შემთხვევაში ფედერაცია, ანუ სუპერლიგის ხელმძღვანელობა გამოიჩენს, დაგვიძახებს სუპერლიგის გუნდს. მე არ ვიძახი და არასდროს არ გამიშვერე ხე, რომ მარტო სუპერლიგის მესვეურების პრობლემაა ეს. ჩვენი ყველა 11-ვე გუნდი, ყველას პრობლემა არის და უბრალოდ ისინი უნდა იყვნენ ამ პროცესში ლიდერები, ჩემი აზრით. და ჩვენ მერე ყველანი უნდა გავყვეთ. თუ რომელიმე მერე არ გაყვება, დაიჩაგრება. ნაკლებ ფინანსი შოვის, ნაკლებად გამოჩნდება და მე მგონი ყველას გაუჩნდება მე კლუბს სურვილი, რომ ამ მარკეტინგულ პოზიციონირებაში აქტიური იყოს და წარმოაშინოს კარგად თავის თავს. თორნიკე მე როგორ უყურებ, ანუ ზოგადად ჩემი აზრით სუპერლიგა არის ფედერაციის პროდუქტი. ეგრე, ფედერაციის პროდუქტი უნდა იყოს ისეთი მიმზიდველი, რომ ჩვენ გუნდებმა მაგალითად სპონსორი რომ გვინდოდეს რაღაცა გქონდეს, რომ აქ ვთამაშობთ, ხვდები? აი, მე ვთამაშობ სუპერლიგის გუნდი ვარ და ჩემ თამაშზე დადის 3 კაცი. ეხლა ძალიან გიჟი უნდა იყოს და ძალიან ენთუზიაზმით სავსე უნდა იყოს და ძალიან უნდა გიყვარდეს კალათბურთი, რომ მოიყვანო და ფული. სუპერლიგის საიტზე რო შეხვალ და სუპერლიგის ინსტაგრამ გვერდზე რო შეხვალ, იქ მიხვდები, რომ გახსნი უბრალოდ რა, მე რო ბიზნესმენი ვარ, იქ რო გავხსნი და შევალ, მე იქ ფულს არ მივიტან რა. ხო, ანუ ჩვენ მაგალითად ახლა ნებისმიერ გუნდებსაც მე უნდა გქონდეთ შენ რო კარგი რაღაც გექნება სოციმედია, სხვას რო კარგი სოციმედია ექნება. ჩვენ გუნდს მაგალითად ახლა სოციმედია საერთოდ არა აქვს. ინსტაგრამზე ერთ-ერთი ჩვენი მენეჯერი მოგებულ თამაშზე დებს მოვიგეთ, წაგებულ თამაშზე დებს წავაგეთ. ახლა რეალობა ეგეთი არის რა. ხო, ანუ ეგ არის მეტი არაფერი. ამერიკელის მოთამაშის რო აწერდა, აბა მითხარით თქვენი ინსტაგრამი, შემოდიხარ, ნუ არაფერი არ არის რა, იქ რა, საინტერესო. მაგიტომ ვიძახი ხა ამრა გაგრასთან რო შედიოდი, ბევრად უფრო საინტერესო და კაი რაღაცები ხდებოდა რა. ხო, ანუ ეხლა მაგას არ ვიძახ რომ გადამწყვეტია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ხო, მაგრამ ამრა გაგრასთანიდან 11-ვეს რო ეთნებოდა და კიდე იმას პირობითად ლიგას ის უკვე რაღაცას ქმნის. ხო, ამინს ქმნის. ბიჭარას community უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება კალათბურთის რო მაგალითად ჩემი მეგობარი
რო არის, შაბათს რო თამაში მაქვს, უნდა მოვიდეს შვილებთან ერთად, ჰოთ-დოგიც ჭამოს, ლუდიც დალიოს, თამაშსაც უყუროს, მარტო მაგან კი არა, სხვებმაც. და ეს თუ არ შექმნა, ამას კლუბები ვერ შექმნიან. ერთიანად უნდა შენ რო გქონდეს ახლა ცალკე ბაზა, მე რო ცალკე სტადიონი მქონდეს და ესე რო ვიყოთ, მაგრამ ხუთი თამაში ერთ დარბაზში, ხო, ხუთი თამაში რო ერთ დარბაზში ტარდება, ეგ ცოტა რთული ამბავია. აი კლაქსუკი არის ფარერების გუნდი ფეხბურთის რა, ჩვენ დინამოს რომ მოვა 6-1 და ნახე რა ქნეს რა. ნუ ამ გუნდმა მე იმდენს მიაღწია რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, 3 წელია ევრო ტურნირებზე თამაშობს და ერთი დილაც არის და ხდება, შევდივარ Twitter-ზე, X-ზე ხდება პოსტი რა ვინც სამსახურში არ მიდიხარ დღეს დასვენების დღე და აპირებთ რომ სადმე გაისერნოთ, გეპატიჟებით ბაზაზე, დაგხვდებათ, რა ქვია იმას, ნამცხრები და ცხელი ყავა და ვილაპარაკოთ ფეხბურთელებთან ერთად და აუ ეგ ვიდეო ისე გამისწორდა. ნუ გვაქვს რაღაც იდეა რომ ჩვენ ანუ ოქტომბერში გავაკეთებთ. ანუ იმ ისე გამისწორდა რომ ტიპებმა ეგ მოიფიქრეს რომ მოდი ხა რამდენი უნდა ნამცხვარი უნდა გამოცხეს პირობითად რა და რაღაც ყავა მოვადუღოთ და ანუ ტიპები იყვნენ აი 22-ვე ფეხბურთელი გაიჩიტა. ამ ფეხბურთელებთან ლაპარაკი, ანუ მწვრთნელებთან რაღაც თავის აზრების გაზიარება ვიღაცამ რაღაცა უთხრა და გაასწორა რა და ნუ კიდე შორს წაგვიყვანს, მაგრამ მართლა ეგ საბოლოოდ რაც იყო, ჰაილაითებმა მე პირადად გამისწორა და ვიღაცებმა რომ გააზიარეს და დაინახეს გაასწორა, იმიტომ რომ ნაკრებებზეც გავაკეთე ეგრე რა, ანუ 18-ები, 16-ები როცა ითამაშეს ბახტაძე, ბერეკაშვილმა და ვიღაცებმა იქ რო იყვნენ, რაღაცას გავაკეთეთ ეგ ჰაილაითები რომ შეიძლება გქონდეს 3000 ნახვა პირობითად, მაგრამ ის ასწორებს რომ ეს კალათბურთის კომუნიტი თორე ჩვენკენ გადმოვხარეთ რა. რაღაც დონეზე მაგ ვიდეოებმა მოგვიტანა ჯამში ალბათ 1500-ს გავუნწენა. ერთი მასას აღნიშნა რომ ჩვენ კალათბურთს გვაქვს ის უპირატესობა რაგბთან და ფეხბურთთან შედარებით, რომ იმათ მინიმუმ 20000 კაცი მაინც ჭირდება თუ 15000 სტადიონზე რომ რაღაცა ატმოსფერო შექმნან რა და ჩვენ 2000 და 3000 კაცით პირობითად ძალიან მაგარ სიტუაციებს გავაკეთე. უფრო ნაკლებითაც ხო სტაბილურად. აი პატარა დარბაზში რო თამაშობთ იქ ზემოთ 500 კაციაში, აი რა მაგარი ატმოსფეროა. სტაბილურად სუპერლიგაში რა ხდებოდა ეხა ბოდიში აი ჰაერი ან და ტრიბულის ამრასთან გაშარშან პლეიოფზე და ალიგაზე და იმაზე არა რეგიონებში დადიან მაინც რეგიონში ჩვენ მაგალითად დადის ხალხი პატარა ტრიბუნა არ არის დიდი ტრიბუნა მაგრამ სავსეა და მით უმეტეს ლევანდელის სეზონის მერე ალბათ უფრო მეტი მოვლენ რა ხო და აქედან გამომდინარე რეგიონებს აქვს თავის პლუსი მაგრამ შეხედე იმიტომ არის ეს ძიძი ხა რომ ტყიბულში, ზესტაფონში, რავი, ახალია ჯერ ყველაფერი და ხალხს იქ არა აქვს ბევრი გასართობი და აქ მოდიან. მაგრამ ჩვენ თუ იმათ რაღაც საინტერესო არ შევთავაზეთ ამ თამაშებზე, აი რაც შენ ახსენე რა, გათამაშება იქნება ჰოთ-დოგი, ანუ საინტერესო არ გავხადეთ და რაღაცა ტრადიციად არ ვუქციეთ, მე შეიძლება მოუბეზდე წავაგოთ. ხო და თამაშის დროზეც არის რა. ხო, აი მაგალითად ახლა ნახევარი სეზონის განმავლობაში თამაში ქონდა ხოლმე 3-ზე 2-ზე და ანუ მუშაობს იქ ხალხი და ბავშვებს სკოლიდან ხო ვერ გამოვარდებიან, ხო ვერ მოვლენ არა და ეგ ახლა ცოტა ისეთი არის. თან მე მაგალითად ჩვენი გუნდი რა, მარგვეთი ну იქ ფინანსებზეც არის დამკვირვებელი. პირველი ვარჯიში ვივარჯიშეთ პლეიოფის წინ ჩვენ დარბაზში, მაგრამ ნავარჯიშები არ გქონდა. პირდაპირ ჩავდიოდით, თამაშობდით, ხო? წინა დღესაც არა უმეტეს შემთხვევაში. გუნდებს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მესმის რომ ახლა ამ პრობლემასთან რო ხარ ჯახირში უცებ შენ მოდი სოციმედიაზე იზრუნო და იქ რაღაცა ისინი ატარო, მაგრამ დღევანდელობაში ჩემზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგის სპეციალისტი არ ვარ და არ ვიცი რა დარგის სპეციალისტი არ ვარ და რაც არ ვიცი, არ მიყვარს იმაზე ბევრი საუბარი, მაგრამ მე მჯერა რომ 4-5-6 კაციანი ჯენზიკი ახალგაზრდები რომ მიასიო მაგ თემას სუპერლიგას ბევრად კარგად შეფუთავენ და ბევრად cool points გააკეთებენ თავის იდეებით და მე უბრალოდ შეიძლება ვწდები არ ვიძახი რომ მარტო მე ეგრე მგონია სტატ და შრომად ნამდვილად ღირს მერე რა შედეგს მოიდგა თორე მე ხა ძალიან ბევრს ვაპარაკობ ამ თემაზე ამ პოდკასტში განსაკუთრებით და შენც მოსმენელი ექნება ალბათ კი რა მაგრამ არ ვიძახი იმას რომ ჩვენ რო დავიწყებთ ამ პროცესს რასაც ამ ლიგის შეფუთვა თქვია რომ ხვალვე ჩვენ ძალიან მაგარი შედეგი გვექნება ეს იქნება დროში გაწელი ჩემი აზრით 3-5 წელიანი პროექტი სადაც ჩვენ თუ დავდევთ ბევრ ნახვებს მარტივად ვიტყვი აი იმ სოციალურ ქსელში და YouTube-ში და ტელევიზორიც იყოს
აქეთ მოვლა მე ჩვენთან სპონსორად. ხო, რატო არ უნდა მოვიდეს მე? სიმპათიური ბიჭები და არბიან გოგოებმა რა სტუდენტები რატო არ მოვიდნენ? სიმპათიური ბიჭები და არბიან კალათბურთელები, დარბაზში, სიგრილეში, ზაფხულში, სითბოში, ზამთარში. არ ვიცი, აი და არ არის. ნამდვილად არ არის. დღეს სუპერლიგა იმ დონეზე რომ ვინც მოვიდა, ისეთი ადამიანებიც კი ჩემი მეგობრები, რომლებიც საერთოდ კალათბურთთან ძალიან შორს უნდა მათი მეუღლეები და შემდეგ, ისე მოეწონა და ის სიამოვნეს, რომ სულ მეუბნებიან, რომ შემდეგ ითამაში როდის იქნება, აუცილებლად მოვალთ. ნამდვილად ეგრე არის, ხო? და აქედან გამომდინარე, პოტენციალი აქვს, უბრალოდ ჩემი აზრით, სწორად მიმართულებით წასვლა უნდა ამ ეტაპზე. ერთი რაღაცაც გავიაროთ და მე უკვე წავიდეთ ბოლოსკენ, მართლა ძალიან გაასწორა ამ საუბარმა. ვიტყვი რომ თოკო შენგელია თამაშობს ფინალს იტალიის ჩემპიონატის და პირადად მოუგო ბრეშას. ძალიან მაგრად ითამაშა, ჯერ მილანთან ძალიანograd ითამაშა, სადაც ტვინის შეხედვა ჰქონდა და ფაქტობრივად ისე იყო, რომ არ ეუბნებოდნენ რომ არ ითამაშო, მაგრამ თოკო ეხა ვიცით, ხა მისი ხასიათი და რა თქმა უნდა და ორი დიდი საკალათბურთო მეორე დღეს დედამისი შემოხდა და კეთი და ვილაპარაკო გიჟიაო ეგ არ არის ნორმალური და ანუ იქრო გადის მოედანზე არ არის სხვა არის და მით უმეტეს დიდი ამბავია ბასკონიათი მოიგო ჩემპიონობა ესპანეთში და ეხა იტალიის ჩემპიონობასთანაც ახლოს არის მიუხედავად უნდა პატივისცე გუნდს ბრეშას მე მაინც გონია რომ ტრაპანი ტრაპანი იყო იქ და ფინალი იყო ნახევარფინალი ეგრე თან იმდენი ხანია ეხა ვირტუს მილანთან ეს მილანს რადგან გაცდნენ იქ მე მგონია რომ მაქსიმუმ 3-1 მგონია მეც აი ძალიან კარგვარიანჩი წარმატებები თოკოს ნამდვილად აუცილებლად თოკოს და ნაკრების თამაშებზე ვისაუბროთ ნაკრების შანსები შეაფასე ჩვენ ხო აი 18 წლამდელებზეც გვინდა მაგრამ მოდი შემდეგი პოდკასტისთვის კიდევ გადავდოთ ეგ ამბავი ბატონო ნაკრებებზე ძალიან ბევრი ასაკობრივებზე შეგვიძლია კიდე ერთი ორი გადაცემა ვისაუბროთ იმდენია სასაუბრო და იმიტომ რომ თან მასპინძლობთ ევროპის ჩემპიონატს 16 წლამდელებს და ეგეთი ამბავი გვაქვს მაგრამ მოდი ახლა ვისაუბროთ ევრობასკეტზე ძალიან რთული ჯგუფი არიან ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია რა თქმა უნდა ბოსნია და კვიპროსია იქ რომელსაც უნდა მოუგოთ მაგრამ აი საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია. აი ეს ნაკრებები არიან ჩვენი მეტოქეები. მე ესე უყურებ მაგ ამბავს რა. ჯერ ერთი რომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნისთვის ძალიან რთულია, როცა მით უმეტეს ორი კაცი NBA-ში ყავს და ეს მოსამზადებელი პერიოდები რო არის და პლუს გასასვლელი პერიოდები რო არის, შესარჩევები მათ გარეშე რთულია რა. იმიტომ რომ ფაქტიურად სუპერლიგის მოთამაშეები თამაშობთ, სამწუხარო რომ ამერიკელი დაგვემტრა და წესით სრულ ზადყოფნაში ფორმაში უნდა იყოს ითამაშა კიდე სრულ ზადყოფნაში უნდა იყოს აქედან გამომდინარე ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე რთულია ამიტომ თოკოზე შერმოზე რომელიც შერმო უკვე არ ვიცი აი ამასაკში კაცი რო ესე თამაშობს და ესეთ ნაკრებში მე არ მახსოვს რომ მაგას რამე უკან დაეხიოს და ზოგადად თუ დააკვირდებით ნებისმიერი მოთამაშეს რაღაც განსაკუთრებულად მაგრად არიან ნაკრებში ჩვენები ხო და მე მაგის იმედი მაქვს რა იმიტომ რომ თუნდაც თოკო რომელიც ახლა მე უყურებდით ხო წინა თამაშს 8-ში რა ქონდა მე ერთი სამიანი გააცუდა მე ძალიან რთული ბურთები ჩააგდო ურთულესი ბურთები ჩააგდო ძალიან მნიშვნელოვან მომენტში რა ეს არის სული რაც მას აქვს რომ ბოლომდე იხარჯება ხო და რა თქმა უნდა ახ გოგასთვის და მამუსთვის პლუს თოკო აქ რო იქნება სასწაული мотиваცია იქნება ჩემი აზრით ხუთეული ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და არა მარტო ესე რო შეადარო სახელი და გვარებით რა ზოგადად რა როგორც აი ჟინით და იმ თავდადებით რასაც ისინი თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე. მით უმეტეს ახლა გოგაც მამუც უკვე სხვა მოთამაშეები ჩამოვლენ ვიდრე შარშანი. ამ სეზონში საერთოდ სხვა მოთამაშეები ჩამოვლენ ვიდრე შარშანი იყვნენ და უფრო მეტად ამბიციურები, უფრო მეტად თავდაჯერებულები, უფრო მეტად გამოცდილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და ახლა ხუთეულში პირველ ნომერზე სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ესე რატი რომელიც სამწუხაროდ არ უწევს ბევრი თამაში და ხშირად სამი გუნდი იყო ხო ნუ ხშირად შეიცვალა გუნდები ოჩხიკიძე რომელიც ჩემი აზრით ამ ეტაპისთვის
იქნება შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მზად იქნება იმ დონისთვის, ხო? ჯერ მაინც ახალგაზრდა არის, აკლია ევროპული გამოცდილება. კი, ითამაშა რაღაც თამაშები აქვს, მაგრამ ეხლა რეალობა უნდა ვთქვა, აკლია, მაგრამ პოტენციალი აქვს ნამდვილად. ოჩხის რომელია? კი, ნამდვილად ძალიან შრომელი ბიჭია, ნიჭიერი ბიჭია და იმედი მაქვს, რომ ისიც თავის სათქმელს იტყვის, მაგრამ ესე რომ ვთქვა, რომ აი რაღაცა make difference ანუ ცვლილებას მოგცემს ეგეთი რაღაცა ალბათ ბოლდვინზე ვიქნებ რა თქმა უნდა ბოლდვინზე ვიქნები დამოკიდებული რატისაც ექნება კარგი როლი დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ კარგ ფორმაში ჩამოვა რატი რაც შეეხება დანარჩენ 5 მოთამაშეს ალბათ ხუთეული ესე იქნება მამუკელაშვილი 3 ნომერზე თოკო 4-ზე და გოგა 5-ზე და ჩემი აზრით ეს ხუთეული ძალიან საშიში ხუთეული არის ძალიან საშიში ხუთეული არის დასვენების მომენტი ხო, სამწუხაროდ, აი დუდაც რა თქმა უნდა ვახსენოთ ეხა როგორ ფორმაში დუდამ თასი მოიგო. ხო, თავარია ჯამთელად იყოს, იმიტომ რომ ესე რო უყუროთ რა ნაკრებში მსროლელი ეხლა ამ ეტაპზე მსროლელის პრობლემა გვაქვს. მსროლელის პრობლემა გვაქვს, თან არაერთი წელია ეხლა რა ბოლო რამდენიმე წელია ესეთი. ხო, ну 2-3 ნომერი რომელიც იმედია მათე ჯამთელად იქნება მათე ყავლაშვილი ხო, ну მათე ყავლაშვილი ეს მომდევნო არის. ხო, ну მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ახალგაზრდა მოთამაშეებზე ქება და ბევრის ლაპარაკი, იმიტომ რომ არ ფსიქოლოგიურად დასამტკიცებლად ძალიან ბევრი საშრომი აქვს. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ხატიაშვილის გამოჩნდა მათე რომელიც ჩემი აზრით უკან ახაზელებში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბავშვი არის ამ დროისთვის, ხო, ამ დროისთვის და მე მათეს ბავშვობიდან ეს ვაკვირდები და ეხლა ვიცი მე მილოშასთან ერთად სიყო პატარა 14 წლამდელებში BBL-ზე თუ არ ვსწრები და იქიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურადაც მენტალურადაც ძალიან ძლიერი ბავშვი არის და დარწმუნებული ვარ რომ ეს და ბასკონიამაც თავისი ქნა რა ესპანეთში როცა ხარ ანუ ესპანელები არიან თვითონ ეგეთი კი რა თქმა უნდა ეხა რა თქმა უნდა ძალიან ისეთი პერსპექტიული ბიჭი არის და ჯერ ყველაფერი წინა აქვს რა აი მე სულ მაგას ვიძახი და ყველა ახალგაზრდას ვისაც ხვდები რომ თუ აი რაღაც შენ ლიმიტამდე არ ახვედი თავის დაზოგვა საზრი არ აქვს რა ხა თავის თორე ყოფილა მოთამაშეები რომლებიც ბევრად ნიჭიერები და ტალანტები ყოფილან და იმ ბიზნესის ვერ მიუღწევიათ, იმიტომ რომ ჩემი აზრით შრომის მოყვარეობაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი არის, რაც შეიძლება გქონდეს. ეგ ხასიათში არის და ეგ ან გაქვს ან არ გაქვს, ეგრე არის რა. ეხლა მაგრამ შეიძლება გამომუშავებადი არის, მაგრამ აი იმ ლიმიტზე რომ მიდიხარ რომ უკვე იმის იქით გონებას დაკარგვამდე რომ ვარჯიშობენ და დარბაზის სულ გაგვიგია ხო ძველი კალათბურთელებიდან და ეხლა ჯანეს დვარიჩი არის ესეთი სლოვენიის ლეგენდარი მწვრთნელი, რომელიც დრაჟენ პეტროვიჩის მწვრთნელი იყო და საოცარ რაღაცებს ვიყვებოდა რა პეტროვიჩი, აი მართლა საოცარ რაღაცებს ვიყვებოდა, როგორ შრომობდა, რას შვებოდა, ანუ არა ადამიანური პირობები იყო და მან ეს ყველაფერი გაიარდა, იმიტომ გახდა ის ვინც გახდა. 1000 ბურთს ესრო და ზურა ტომარაძემ 1000 ბურთს ესრო და 1000 ბურთს რო ესრო და შენ თვითონ მოგაქვს უკვე ძალიან დიდი. ანუ ეგ არის და დღეს ახლა მაგალითად სუმაგას ვეუბნები, ხო? აი ჩემ გუნდშიც ყავდა ახალგაზრდა მოთამაშეები და სულ ვეუბნები, რომ მოდი ხარ დილით, ვარჯიშე 1 საათ ადრე მოდი, 40 წუთი ადრე მოდი, 9 საათით ადრე წადი. ჩვენ საშუალება არ გვაქვს დარბაზის, ხო? 2 საათი გვაქვს მარტო დარბაზის სუპერლიგის გუნდს, ხო? ეს ხო აი წარმოუდგენელია, რომ დღეში 2 საათი მით უმეტეს pre-season-ზეც და ხო, ნუ აი 2 საათი არის, არ ვიცი მე. ამ 2 საათიდან 1.5 საათი 40 წუთი მინიმუმ თეორიას ხო უნდა დაუთმო. კლინიკა არ უნდა ჩაატარო ვარჯიშზე, მაგრამ რაღაც გაჩერებები ხო არის, წყალია, იქ ის არის. ხო, რთულია, ხო, ძალიან რთული არის. ამიტომ საჭიროა ექსტრა არის ყველაფრისთვის საჭირო დამატებითი რაც შეიძლება მაქსიმალურად შრომა და ჩემ შულსაც უმაგას ვეუბნები რომ ჯერ ხა პატარაა 14 წლის ახლა გახდა გუშინ წინ და ეხა შეიძლება ისეთ და მაგრამ ეხლა რუტინები უნდა გქონდეს უკვე გამომუშავებული უნდა გქონდეს ხო ზუსტად ვაჟიკო მეტრეველზე ვლაპარაკობდი ბოლოს პატარა რო იყო ერთი ჩემოდნით დადიოდა რა ესე თავისი რეზინებით რა ქვია ჟგუტებით რაღაც მე დაიწყო ეს უკვე ასაკში რა და მანამდე არა თავიდან 14 13 14 15 ვარ ეგ habit ჩვევა ეგ უნდა ჩამოგიყალიბდეს და მე და მათ ყველაზე დიდი мотиваცია არის რომ უკვე რო ის ამის შედეგს ხედავს იქ უკვე მე დიდი სტიმული ეძლევა და აგზელებს ხო რა თქმა უნდა ეგ არის რომ რაც ადრე დაიწყებ პატარა ასაკში ეგ
ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი უნდა ძალიან კაი იყო, ძალიან გაგვიძელდა, ძალიან საინტერესო. მაგრამ წინ არის კიდე რაღაც თემები სასაუბრო და იმედია რომ აუცილებლად გვეწევი. და შეგვიძლია რომ დავაანონსოთ მომდევნო გადაცემის ასე პოდკასტის სტუმრების თან, იმიტომ რომ დავთოროგავამ თავის ამბებზე უნდა ისაუბროს და კორსანტია მოვა და კოტეც მოვა იმედია ხო. საინტერესო ზაფხული გოლა. აბა დროებით მადლობა რომ გიყურებთ. კარგად მზადდებოდეთ.